მოგესალმებით, უყურებთ Red Lines, ბექა პეტრაშვილთან თათო შარიქაძესთან ერთად. დღეს ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ, ეს არის ინკლუზიური განათლება. როგორც აღმოჩნდა, ქართული ოცნებისთვის ბოლო დროს ეს საკითხი საერთოდ აღარ არის პრიორიტეტი, რადგან განათლების სამინისტრომ გააუქმა შესაბამისი დეპარტამენტი, რომელიც ამ მიმართულებას ემსახურებოდა. ვიტყვი იმას, რომ მე როგორც ჟურნალისტ ეს თემა ჩემთვის ყოველთვის ძალიან სპეციფიური და სენსიტიურია, იმიტომ რომ ფრთხილად ვეკიდებით ხოლმე და მედიასაც თუ დააკვირდებით, ყოველთვის სიფრთხილით უდგებიან ამ საკითხის გაშუქებას, მაგრამ მე მახსოვს ქართული ოცნების პომპეზური ზეიმები და პომპეზური განცხადებებიც, რომ აი ჩვენთვის ახლა პრიორიტეტი არის სწორედ ინკლუზიური განათლება, რაღაც მიმართულებებით რაღაცებს ცვლიდნენ, მახსოვს დიდი რაღაც ბრიფინგები ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა თითქოს ეს ყველაფერი გუშინ იყო და 2025 წელს აღმოჩნდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია ამ მიმართულებით. ბევრი რამე პრიორიტეტებიდან ჩამოიწერა, ჩამოქვეითდა, მაგასაც მივეჩვიეთ, თუმცა ჩვენი ფუნქცია ის არის, რომ თუ ვინმე რაღაცას ჭრდილში მალავს და თქვათ აღარ არის მათთვის აქტუალური საკითხი და პირიქით ამ დროს რეალურად საზოგადოებას ეს ყველაფერი ჭირდება, ამაზე უნდა გავამახვილოთ ხოლმე ყურადღება. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, რომ ჩართულობა იქნება, მაყურებელი დაინტერესდება თემით, რომელიც ბავშვებს ეხება. ლია ტაბატაძე, ჩვენი სტუმარი, დაუნის სინდრომის ასოციაციის დამფუძნებელია და დავიწყოთ. მოგესალმებით პირველ რიგში. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა და ხო, ალბათ საინტერესოა ჯერ თვითონ ფაქტი შევაფასოთ, რომ რას ემსახურებოდა კარგად რომ განმარტოთ, რატომ არის აუცილებელი განათლების სამინისტროში არსებობდა სპეციალური დეპარტამენტი. მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ ამ თემისთვის გამოყავით დრო და სიღრმისეული ანალიზის საშუალებას გვაძლევთ, იმიტომ რომ ბოლო დღეებში ბევრი დაიწერა, ბევრი ინტერვიუ გავიდა, მაგრამ რაღაცა გვაკლია, სადღაც კითხვები სულ ისმის, რომ რატო გაუქმდა, როცა რეორგანიზაცია და იგივე სამინისტროს მხრიდან განცხადებები გავრცელდა, ორი განცხადება გუშინ და პარასკევს, სადაც ორივეგან ამბობს, რომ არ ვაუქმებთ, უბრალოდ რეორგანიზაცია გვაქვს და სხვა სამმართველოსთან გავაერთიანეთ. პირველ რიგში გავაკეთებ ამის განმარტებას, თუ რატო გაუქმდა, რას ნიშნავს გაერთიანდება და რას ნიშნავს გაუქმება და შემდეგ ვეცდები, რომ განმარტო რა მნიშვნელობა აქვს ამ სამმართველოს, რატო უნდა იყოს ცალკე სამმართველო, რატო არის ესეთი საბაზისოდ მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ამას განმარტავ, იმიტომ რომ ცოტა გრძელი ისტორიაა, რომ ამისი აღქმა მივიტანოთ საზოგადოებამდე, თუ რა მნიშვნელობა ქონდა ამ სამმართველოს. გაუქმდა რატო? ანუ, როდესაც რაღაცას აერთიანებ, აი წარმოვიდგინოთ, არის ორი სამმართველო, ხო, სტრატეგიული დაგეგმარების და ინკლუზიური განათლების განვითარების. იქით ამ მხრიდან გვეუბნებია, რომ ჩვენ რეორგანიზაცია გვაქვს და ვაერთიანებთ. როცა ვაერთიანებთ, ეს ორი სამმართველო ერთად არის, თანამშრომლებს არ უშვებთ არც ერთი სამმართველოდან და პასუხისმგებელ პოზიციებს არ ვკარგავთ. ეხლა რა მოხდა? ინკლუზიური განათლების სამმართველო მთლიანად გაშვებულია თავის თანამშრომლებიან, იქ დაკავებული პოზიციებიანად, იმ ადამიანებიანად და რაღაცა ფუნქცია დაემატა მეორე სამმართველოს, ანუ მე-1001 საქმე გაუჩნდათ, იმიტომ რომ ისედაც 1000 საქმე აქვს და კიდე ერთი დაემატათ ზემოდან. ამ სამმართველოს თავარი საქმე მხოლოდ ინკლუზიური განათლების პოლიტიკა იყო. იმ სამმართველოს საქმე არის ზოგადად განათლების სისტემის პოლიტიკა, თავისი უამრავი სტრატეგიული მიმართულებებით და მათ შორის ინკლუზიური განათლება, ხო? ანუ განსხვავება უკვე ჩანს. მერე, როდესაც ამ პოზიციებს აუქმებ და თავის თანამშრომლებსაც უშვებ, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სფეროში და ფაქტობრივად ინკლუზიური განათლების პოლიტიკა შექმნეს სტრუქტურაში, ამ ინსტიტუციურ მეხსიერებას კარგავ თავის თანამშრომლებიანად ერთი და იმ პასუხისმგებელ პოზიციებს აქრობ საერთოდ სისტემიდან. და ხვალ იმ სამმართველოში, სადაც ამბობენ, რომ შევაერთეთ, ეს პოზიცია ვერ გაჩნდება, იმიტომ რომ მინიმუმ დარღვევაა, ხო, თანამშრომლობის, რომ გიშვებ მაშინ პოლიტიკური ნიშნით, თუ იგივე პოზიციას ვაჩენ აქ და შენ გაგიშვი სამსახურიდან, მაშინ უნდა დაარქვა, რომ პოლიტიკური ნიშნით გაგიშვი, ხო? ხო, პოლიტიკურ საკითხს შევეხოთ შემდეგში. ანუ ინკლუზიურ განათლებაზე პასუხისმგებელ თანამდებობას ვეღარ შექმნი, რაც აქეთ ქონდა, ხო? ანუ
ანუ ფიქცია ეგ ყველაფერი, ანუ დარღვევა მინიმუმ. სახელი ქვია რომ აი დარჩა რაღაც ფუნქცია არსებობს, მაგრამ ამას ვერავინ ვერ შეასრულებს. გაუქმებას რომ მთლიანად გაუქმდა რაც არსებობდა და სადღაც ფუნქცია დაიმატა რაღაცამ, რომელიც როგორ იმუშავებს, არავინ არ ვიცით. ვინ არიან იქ პასუხისგებელი, რომელ პოზიციას მიუმაგრდა ეს პასუხისგებლობა, ან როგორ აპირებენ მომავალში რომ იმ სამართველომ, რომელსაც 1000 საქმე აქვს, 1001 საქმე, სტრატეგიულად თან როგორ ეუბნებია რომ უფრო მაღალ რანგში ავიყვანე, აი როგორ აპირებენ ქმედებაში ამის განხორციელებას, ამაზე პასუხები არსად არ გვაქვს, არავინ ამაზე არც განცხადებას არ აკეთებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წინასწარი, საუბარი და შეთანხმება თემთან ამაზე არ ყოფილა. ანუ რა გამოდის, რომ მე ვიღებ გადაწყვეტილებას, მე გეუბნებით, რომ ეს აუცილებლად უკეთესი იქნება თქვენთვის და უნდა მენდოთ თქვენ ამ სიტყვაზე. დედასფიცა ვარ უკეთესი იქნება, მაგრამ რომელიც არის რიგით სავარაუდოდ მე-10, მას მერე რაც ინკლუზიური განათლების პოლიტიკას უნერგავთ და საერთოდ არაფერი არ იცის ინკლუზიური განათლების პოლიტიკის შესახებ. ანუ ეს პოზა რო გადაწყვეტილება სწორია, როდესაც აქეთ ამ მხარეს ვართ უამრავი ექსპერტები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ჩართულები ვიყავით ამ პროცესებში და არავის ჩვენთვის კითხვა არ დაუსვავს, არავის მანამდე არ უთქვავს, რომ აი ამას ვცვლით. თავი დავანებოთ ორგანიზაციულ ექსპერტულ საქმიანობას და მხარდაჭერას პროცესის, მშობელი ვარ ბოლოს და ბოლოს, 15 წლის არის ჩემი შვილი მერვე კლასშია, მასთან ერთად ინერგება ფაქტობრივად ეს ინკლუზიური განათლება და როგორც მშობელი ვალდებულია სამინისტრო და სკოლა მშობელთან ითანამშრომლოს და აუხსნა მშობელს, რას გეგმავს მის შვილთან დაკავშირებით, ხო, ყველაფერს რო თავი დავანებოთ. როგორი უნდა იმუშაოს სკოლამ, თუ მშობელი არ არის ინფორმირებული, რა არის დაგეგმილი და მერე მშობლის თანამშრომლობის პრობლემა დადგება, ხო? ანუ რაღაცნაირად ეს თანამშრომლობა, ხო, ისტორიულად სკოლას აქვს, ხო, მშობელთან, ანუ არც სკოლა არ იყო ინფორმირებული, არც მშობელი, არავინ. უბრალოდ ესე გადაწყვიტეს და გადაწყვეტილებაც გავიგეთ სამართველოს უფროსის მეილისგან, როცა დაემშვიდობა კოლეგებს და ყველა პარტნიორს, ვინც მასთან მუშაობდა. ესე გავიგეთ ამ სამართველოს გაუქმების შესახებ მეილით. აი, სამართველოების გაუქმება არ არის ახალი. ეგ ბევრი გავიგეთ, იმიტომ რომ ადამიანების სამსახურებიდან გაშვება პოლიტიკური ნიშნით ასე განცხადებით არ იყო ადვილი, ამიტომ მათ შორის მერიაში, ბევრგან გავიგეთ, რომ უბრალოდ გაუქმეს, აღარ არსებობს ასეთი ინსტიტუციები და შესაბამისად ეს ხალხი დაემშვიდობა სამსახურებს, ხო? ანუ გამოდის, რომ ის რაც წლების განმავლობაში აუქმებენ პოზიციებს. ხო, იმიტომ რომ ადამიანების გაშვება უნდა. როლებს აუქმებენ და კი არ გაგიშვით, საერთოდ აღარ გჭირდება ეს პოზიცია. ანუ გამოდის, რომ პოლიტიკური ნიშნით, ანუ პოლიტიკური საკითხის გამო გაუქმდა, ანუ სწორად გავიგე. მე მაგის შეფასებას ვერ გავაკეთებ, რის გამო გაუქმეს, მაგრამ ძალიან გავს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას, როცა მთლიანად აუქმებ ამას და ის თანამშრომლები, რომელიც პირობითად 25 წელი გემსახურება, თავდაუზოგავად ამ სფეროში, ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე უშვებ და ეს ფუნქცია ჩვენ აღარ გვჭირდება. აი ასე უკეთესია. ეს ხალხი აქციებზე დადიოდა თუ ანუ რაში გამოიხატებოდა მათი როგორ არის ინკლუზიური განათლება ზოგადად თავისი ფილოსოფიით დგას ევროპულ ღირებულებებზე, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, ყველა ადამიანს თანასწორი უფლება აქვს, ყველას აქვს უფლება განათლების მიღების და ინკლუზიური განათლების სამმართველოს თანამშრომლები ერთგვარი ადვოკატები იყვნენ ყოველთვის ჩვენი შვილების და ყოველთვის უწევდათ სისტემასთან ახლა კი არა წლების განმავლობაში რაღაც კონფლიქტში შესვლა, ანუ კონფლიქტს პოზიტიურ ჭრილში ვიძახი, თუ რაღაცა კრიტიკული არ თქვი და რაღაცა საკითხი არ წამოიჭრა კონფლიქტური, იმას ვერც მოაგვარებ, ხო? ანუ ჩვენი შვილების უფლებების დაცვის გამო, რომ ხარისხიანი განათლება, პედაგოგების გადამზადება, გარემოს ადაპტირება, უამრავი საკითხია, ხო? მოსაგვარებელი, რასაც რესურსი ჭირდება, როგორც ფინანსური, ისე ადამიანური, ისე ინფრასტრუქტურული და უამრავი ღონისძიება დასაგეგმი და ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელია უკვე 10 წელზე მეტია ინკლუზიური განათლება გვაქვს, ასე ვთქვათ, ქვეყანაში, მართლა ძალიან ბევრი პრობლემა. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს სამმართველო იდეალურად მუშაობდა, მაგრამ
რაღაცა კერა არსებობდა, რომელიც ცდილობდა, რომ გაეუმჯობესებინა. პირიქით, ეს სამართლო უნდა გაფართოებულიყო და მეტიც სიპადაც უნდა გადაქცეულიყო, ჩემი აზრით, იმიტომ რომ უზარმაზარი საქმე აქვს, ხო, რომელიც ეს მარტო თბილის არ ეხება თან, აი, რო წარმოვიდგინეთ რა პროცესზე ალაპარაკი, ეს არის სკოლამდელი განათლება, სასკოლო განათლება, პროფესიული განათლება და უმაღლესი განათლება და პლუს დასაქმება, იმიტომ რომ დამსაქმებლებთანაც თუ არ გაატარე პოლიტიკა, ხო, შენ რასაც ასწავლე ამ ადამიანებს დამსაქმებელთან პირობითად დუალური განათლების გზით როგორ შევიდეს ადამიანი და ისწავლოს ადგილზე რაღაც პროფესია, ხო? ყველაფერი ამ სისტემასთან არის დაკავშირებული. როგორ შეიძლება პატარა სამმართველომ ხუთკაციანმა მართოს მთელი ეს სისტემა მთელ საქართველოში და თან ჩვენი ქვეყანა არის რეგიონების ხრი ძალიან განსხვავებული, ხო? მაღალმთიან რეგიონში სხვა ამოცანებია, ბარში სხვა ამოცანებია, ხო? დიდ ქალაქში სხვანაირად არის, პატარაში სხვანაირად. ანუ ყველგან თავისი გამოწვევები და საჭიროებებია და მთელ საქართველოს უნდა მიწვდეს ეს ერთი სამმართველო და სულ მქონდა იმის მოთხოვნა მოლოდინი, სულ ამას ვამბობდით, რომ პირიქით დაამატეთ ფუნქციები, დაემატოს კადრები, გაფართოვდეს, გაიზარდოს და უცებ იხსნება ყველაფერი და აი პოლიტიკური ნაწილი მინდა რომ ამოვწუროთ რა, ანუ თქვენ ბრძანეთ რომ ეს ანუ აწუხებდა სისტემას, ასე ვთქვათ, პოზიტიურ ნაწილში, როგორც თქვენ ახსენეთ, რომ გავაკეთოთ, რაღაცა დავამატოთ, ხო? ანუ ამის გარდა აი რატომ ახსენეთ ეგ და ვერაფრით ის ადამიანები ვერ შეეგუებოდნენ, მე არ ვიცი ხა რამდენად იდგნენ აქციაზე, ან რას წერდნენ, ან საჯაროდ როგორ გამოხატავდნენ, იმიტომ რომ ამაზე თვალყური არ მიდევნებია. მართალი გითხრათ, თან ყოველდღე იმდენი გამოწვევა გვაქვს ქვეყანაში, რომ ყველას დაპოსტილს თუ აქციაზე მოსვლას ესე ვერ ადევნებ თვალყურს, მაგრამ სავარაუდოდ ალბათ რაღაცა პოზიციას აფიქსირებდნენ, იმიტომ რომ გამორიცხულია ინკლუზიური განათლება ევროპული ღირებულებების გარეშე. ეს ერთმანეთთან ვერანაირად ვერ მოდის ერთი მეორის გარეშე. თუ ჩვენ ევროკავშირზე და ევროპისკენ მიმავალ გზაზე ქვეყანა პოლიტიკურად ვამბობ თუ არს და ყველა გზას ვჭრით, რასაც ვხედავთ, ხო, უკვე ბოლო პერიოდია და ძალიან აქტიურად მივექანებით ჩრდილოეთისკენ, ეს გზა ინკლუზიური განათლების ხედვას და ფილოსოფიას ჭრის და არ არსებობს, რომ იქ მომუშავე თანამშრომლებს ამაზე პროტესტი არ ქონდეს. მე მქონია შეხება და დღესაც მაქვს ასეთ მშობლებთან შეხება, რომლებიც მაგალითად პროტესტზე გამოვიდნენ ბოლო 28 ნოემბრის შემდეგ, ზუსტად იმიტომ, რომ მათ ჭირდებოდათ ინკლუზიური განათლება ქვეყანაში და პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადება იყო მათთვის კატასტროფა, პირდაპირ ასე ამბობდნენ, იმიტომ რომ ჩვენ გამოსავალს ხედავდით ევროპაში. პირველი რუსული კანონის ამოღებიდან, მეცაც ვიტყვი გავრილოვის ღამიდან, რა ვიცი, მე რამდენი წელია პროტესტში ვართ. და ჩვენთვის ყველა ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას და ევროპულ ღირებულებას მიუღებელია, იმიტომ რომ ყველაფერი რაც შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობის კუთხით, არა მხოლოდ ხო ნებისმიერი მოწყვლადი ჯგუფის ადამიანებისთვის, ხო ყველაფერი ევროპულ ღირებულებაზე, ადამიანის უფლებებზეა დაფუძნებული, რომელიც სწორედ ევროპამ გვაზიარა ამ ღირებულებებს, რომ სასამართლოა უზენაესი, ყველა ადამიანი თანასწორი ვარ, თუ სადღაც ირღვევა შენი უფლება, შეგიძლია მიმართო შესაბამის სასამართლოს შენ ქვეყანაში ან ევროპულ სასამართლოს და იპოვო სამართალი, ხო, როდესაც რაღაცას არ უყვევს მით უმეტეს სახელმწიფო უხეშად. და ჩვენც მივუერთდით კონვენციას, გაერო შეზღუდული შესაძლებლობის კონვენცია გვაქვს რატიფიცირებული 2014 წელს, ჯერ კიდე წინა ხელისუფლების დროს დავიწყეთ ამ კონვენციის რატიფიცირებაზე ადვოკატირება, მათ შორის დღეს პარლამენტშიც არიან ის ადამიანები, ვინც ჩვენთან ერთად ადვოკატირებდნენ და აწყობდნენ საპროტესტო აქციას კონვენციის რატიფიცირებასთან დაკავშირებით. როგორც იქნა მივახციეთ ამას, მერე ამას მოყვა შიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომ ჰარმონიზაციაში მოსულიყო კონვენციასთან, შევქმნით ადგილობრივი საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ და ინკლუზიური განათლებამ კიდე დაასწრო ამ მოვლენებს და 2006 წლიდან იწყება ეს პროცესი საქართველოში და იწყება ეტაპობრივად საპილოტო სკოლები გაჩნდა ნორვეგიის მთავრობის უზარმაზარი თანხებია მილიონობით ევრო არის დახარჯული ამ საქმეში. აი ვინც არ იცის ხალბატონული, ხო, ნუ ალბათ არის რა საზოგადოების დიდი ნაწილი, ვისაც დამატებით ჭირდება იმის ახსნა, რა საჭიროებაზე გვაქვს საუბარი და მოდით უფრო ცხადი გავხადოთ რა კეთდებოდა
რატომ არის ეს ყველაფერი, ვისთვის არის მნიშვნელოვანი და აქედან მინდა თან წავიდეთ იმაზე, რომ ეს ყველაფერი ხო კავშირშია შემდეგ უკვე იმაზე, რომ ცალკე თქვენ როგორ ბრძანეთ, არა თუ სამსახურების შესაძლოა სიპის საჭიროებაც კი იყოს ობიექტურ პირობებში. ხო, ანუ ვილაპარაკოთ საქმეზე და საჭიროებაზე. აი ეს რომ განგვიმარტოთ რა საჭიროებები იდგა, რა გაკეთდა, ვთქვათ, და რა უნდა იცოდნენ ადამიანებმა, ვისაც ამასთან შეხება არ აქვთ, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? კი ბატონო, ანუ საჭიროება რომ კარგად დავინახოთ რა იდგა. ჩვენ ვართ პოსტსაბჭოთა გამოცდილების ქვეყანა, ხო? როცა შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობდა ჩვენს ქვეყანაში და ყველა ადამიანი იყო საზოგადოებისგან გარიყული. თუ რაიმე ნიშნით იყო, რომელიც ჩვენ არ მოგწონდა, ასე ვთქვათ, ან მიტოვებულები ოჯახისგან, ან ოჯახებში კარგად დამალულები, ხო, ძირითადად ინსტიტუციური გამოცდილება ჰქონდათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. მეტიც, ჩემი შვილიც რო დაიბადა 15 წლის წინ იმ პერიოდშიც დაუნის სინდრომის გამო და ეხლაც ძალიან იშვიათად, მაგრამ სამწუხაროდ ეხლაც ხდება ეს ფაქტები, რომ სამშობიაროში ექიმები გირჩევდნენ, რომ ბავშვი დაგეტოვებინა და იქ უკეთესად მიხედავენ. ეს უკეთესად მიხედვა რა არის? სახელმწიფოს ურჩევნია, ავტორიტარულ სახელმწიფოს, რომ მოწყვლადი ჯგუფები ყავდეს ცალკე დაჯგუფებული რაღაც ერთ დაწესებულებაში და რაღაცა იზოლირებული საათიდან ბესაათამდე რაღაცა პროგრამის ფარგლებში მიხედოს იზოლირებული და არაფერი მას არ დაუგეგმოს. ეს უფრო იაფიუჯდება და უფრო კომფორტულად მართავს ამ პროცესს. სულ არ აინტერესებს ისინი როგორ გზნობენ თავს ან მათი ოჯახის წევრები. ეს არის ნებისმიერი ავტორიტარული მოწყობის სისტემის ქვეყნის ამბავი, ანუ ეს არ არის მოგონილი, მთელი მსოფლიო მოდის აქედან, მანამ სანამ ადამიანის უფლებები წამოიწეოდა და დემოკრატიული ღირებულებები წამოიწევდა წინ, ხო ეს გამოცდილება მსოფლიოს აქვს და რო დავაკვირდეთ, როდის ქონდა, ხო, როცა ესეთი მიდგომები იყო, ხო? და როდესაც ჩვენ მივახციეთ იმას, რომ სოფლიო მაღიარა ამერიკამ, ევროპამ, ყველა განვითარებულმა თუ განვითარებადმა ქვეყნებმა, რომ ყველა ადამიანი თანასწორი ვართ, კანონის წინაშე თუ ჩვენი შიდა კანონმდებლობების და აქტების წინაშე, ამიტომ უნდა მივცეთ მათ საშუალება ოჯახში ცხოვრების, განვითარების, განათლების, დამოუკიდებელი ცხოვრების. ამის საშუალება რომ მივცეთ, ნახეთ რამდენი ამოცანა შემოდის. ოჯახების ხარდაჭერა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ პირველ ეტაპზე, არა თუ ურჩიოს დატოვე, რაც დღემდე ვერ შეიქმნა ეგ სისტემა და ჩვენი ორგანიზაცია ავსებს ამას. რატო უნდა არსებობდეს ჩვენიერი ორგანიზაციებიც, ხო, ჩვენ გვაქვს მაგალითად ცხელი ხაზი, როცა ახალშობილი მშობელი რეკავს და გვიკავშირდება და ვუწევთ კონსულტაციას ამ ფსიქოემოციურ მხარდაჭერას ან საინფორმაციოს, არის მშობელთა ჯგუფები, ერთმანეთს ვახვედრებთ და ბევრი სხვა ღონისძიებები ოჯახის გასაძლიერებელი. ხო, ანუ ამაზე დგას ძლიერი ოჯახი უნდა იყოს პირველ რიგში ფსიქოემოციურად, რომ ბავშვის ყველა საკითხი სწორად დაგეგმოს. შემდეგ მოდის კონკრეტულად ბავშვი. ბავშვს აქვს შესაძლოა სამედიცინო საჭიროებები, ან ყველა ვარიანტია განვითარების საჭიროება, ხო? ორივეზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, რომ სწორად დაუგეგმოს ჯანმრთელობის მეთვალყურეობაც და განვითარების. ანუ ორივეში ჩავარდნები გვაქვს. გვაქვს ადრეული განვითარების პროგრამა, რომელიც ასევე მშობლების დაწყებულია წლების წინ და არ არსებობდა და კბილებით გატანილია, ასე ვთქვათ და დღეს რა რაოდენობასაც ფარავს მთელ საქართველოში არის ზღვაში წვეთი და ყველა ბავშვს მაინც არ ყოფნის. ლობით რიგშიც დგანან, რომ ლობით რიგშიც დგანან, ანუ რეგიონები საერთოდ მოკლებულები არიან ამას. შემდეგ გვაქვს საბავშვო ბაღები, სადაც კარი დახურული იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის, ანუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა საზოგადოებაში, თუ მას ბაღი და სკოლა დახურული აქვს. ნუ ამაზეც როგორც იქნა ჩვენმა ქვეყანამ გაიგო რომ უნდა გაიღოს 2014 წლიდან გაიღო საბავშვო ბაღების კარი ზუსტად ჩემი შვილი იყო მაშინ 3 წლის და შედიოდა საბავშვო ბაღში და ეს ეტაპები საპილოტე ბაღები იყო მაშინ ასე ვთქვათ ესე გავიარეთ ერთად შემდეგ უკვე სკოლა მოდის ხო სკოლის სისტემა უნდა პასუხობდეს და აქ შემოდის თან ერთი ვინ ხვდებიან გარემო პროფესიულად მომზადებული კადრები, რესურსები, რაც შეიძლება განვითარებისთვის ჭირდებოდეს და
ფიზიკური გარემო, ხო? ჩვენ ვიცით, რომ არიან ეტლით მოსარგებლეები, უსინათლოები, სმენის სირთულეების მქონე ადამიანი, რომელიც სხვადასხვა საჭიროებები აქვთ, ხო? ვიღაცა მეორე სართულზე ვერ ადის, ლიფტი უნდა, ვიღაცას რაღაცა მოაჯირი ჭირდება, ვიღაცას უბრალოდ ისჭირდება, ხო, თქვათ, ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობა აქვს და რაღაც მინიშნებებიც რო იყოს სკოლაში, რომელიც ეუბნება აქეთ ბუფეტია, იქით საპირფარეშო, ეგეც შეიძლება იყოს, ანუ პირობითად ვამბობ. საპირფარეშოც შესაბამისი. ძალიან ბევრი რაღაცა და გარემო, როგორი უნდა იყოს ეს გარემო და პრაქტიკა მაჩვენა, მათ შორის საქართველოში, რომ როდესაც ჩვენ ვზრუნავთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეზე, ეს ბაღი იქნება სკოლა თუ უმაღლესი სასწავლებელი, ის გარემო ყველასთვის პოზიტიური ხდება. ანუ მე შემიძლია ჩემი შვილის მაგალითზე ვთქვა, ბაღში რა მოხდა. ანუ ბაღმა დაიწყო ჩემ შვილთან ერთად ინკლუზიური გარემოს მოწყობა. და მანამდე ჩემი შვილი დადიოდა უფროსი იმ ბაღში და იქამდე კიდე ჩემი ძმისშვილები და მქონდა მჭიდრო შეხება ამ ბაღთან. მე როგორც მშობელმა, ანუ სრულიად ჩემს თვალწინ შეიცვალა პირობითად ზეიმები, ხო, თუ კი იქამდე ვისხედით მშობლები უკან და რაღაცა ფოტო და ვიდეო გადაღებით ვიყავით დაინტერესებული და გამოდიოდა ერთი ბავშვი რაღაცა ლექს მოყვებოდა და მეორე რაღაცას იზავდა, უცებ ეს ყველაფერი შეიცვალა და მშობლები გავხდით ამბის მონაწილეები ყველანი სცენაზე, ყველა რაღაცას აკეთებს, არავინ გამორჩეული არ არის, ყველა ბავშვი და ყველა მშობელი იყო ბედნიერი. მათ შორის ეს ჩვენი საბავშვო ბაღების ოთახები, ხო? ყველას გვახსოვს, რომ მასწავლებლის დიდი მაგიდა, სადაც იქ რაღაც ჟურნალთან ზის და რაღაცა ბავშვისთვის პომპეზური რაღაცა გამოსახულებაა, ხო, რომელსაც შეიძლება ეშინონდეს. ეს ყველაფერი გადმოვიდა ხალიჩაზე. და ყველა ბავშვი გახდა ბედნიერი, ანუ ნახეთ, ანუ ინკლუზიური მიდგომა თითოეული ბავშვისთვის და ადამიანისთვის არის პოზიტიური. მე თუ ამას ინდივიდუალურად ვექცევი, აღარ შემიძლია რომ სხვებს ინდივიდუალურად არ მივუდგე და ყველა მოსწავლესთან არ მივიდე სათითაოდ და მისი ინდივიდუალური განვითარება არ იყოს ჩემი მთავარი ამოცანა და ყველას ინდივიდუალურად არ უდგებოდე, ხო? და ეს პოზიტიური გავლენა, ანუ მთელ პროცესზე მოხდა. თავიდან იყო დაპირისპირება სამწუხარო, რომ სხვა მშობლები აპროტესტებდნენ, რომ რატომ უნდა იყოს ჩემი შვილი აქ, გადაიყვანეთ ეს ვაჟეგეთ ფაქტებიც ხდებოდა და სხვა შორის ბევრმა სკოლამ ხარი დაგვიჭირა. რასაწყენია რა. ხო, რომ აი მაგალითად მშობელი, რომელიც იტყოდა, რომ ჩემ შვილთან ეს არ უნდა იჯდეს, დაატოვებინეს ის, რომ თქვენ თუ ეს არ მოგწონთ, მიბრძანეთ სხვაგან გადაიყვანეთ თქვენი შვილი. ესეთებიც ყოფილა, რაც სწორედ იყო პოლიტიკის დამსახურება, რომ ჩემი სახელმწიფო მეუბნება, რომ ეს ჩემი პრიორიტეტია, რომ მორჩა, რომ ვიღაცას გავრიყავდით ხოლმე. დღეს ყველა ერთად ვარ, ჩვენ მოგწონს ეს, არ მოგწონს, ასეა. ეს არის მოცემულობა. არ მოგწონს, რაღაცას იზავ ისეც, გამოტოვებ ზეიმიდან, ექსკურსიიდან, ეს უკვე დისკრიმინაცია, ეს კანონითაც გავამყარეთ, ხო? მე შემიძლია ვიჩივლო როგორც მოსწავლემ ან მშობელმა, რომ ჩემი შვილი პროცესიდან გარიყეს. მისი თანატოლების გავსად, ხო? ეს დისკრიმინაცია ნახეთ მარტო ჩემ შულს კი არ ეხება. ნებისმიერ მოსწავლეზე ვრცელდება უკვე, ხო? ნებისმიერი მოსწავლე რჩება მოგებული, რომ არავინ გარიყული არ რჩება პროცესიდან. თათო მახსენა, რომ როდესაც ხდებოდა ხოლმე, აი მაგალითად, რომელიმე რეგიონში გაიხსნა სკოლა და ყოველთვის იპრანჭებოდნენ ამ ამბავზე, რომ პანდუსები მოვაწყეთ, არის აი ყველაზე დიდი პანდუსი აქვს სკოლას და იქ დამონტაჟებულია სპეციალური ლიფტი და ანუ ხო მოწონდათ ეს ყველაფერი. ეხლა საერთაშორისო ევროპული დაფინანსებით ხსნით. ხო, ნუ ეგ ცალკე საკითხია რა დაფინანსებით. რიფტეიდან წამობერილი ქარის ხო მონტანილი იყო ეგ. ყველაფერი ევროპული ფულით გაკეთდა. მოდი ეხლა ესე ვთქვათ, თქვენ როდესაც გეუბნებიან, რომ ჩვენ ყველაფერს კარგად გავაკეთებთ. რატომ არ გჯერათ მაგის? და რა საფრთხეებს ხედავთ? აი ხო, ან თუნდაც ხო დასვით ეგ კითხვა, რომ აი რატომ მანამდე არ დაგველაპარაკეთ, ხო? რა გიპასუხეს ამას? ერთი საკითხია, რომ მე არ მჯერა როგორც მშობელს, იმიტომ რომ მაგალითად არა ობიექტურად, არამედ სუბიექტურად არ მჯერა, ხო? უბრალოდ ვარ მშობელი, დავანებოთ თავი რომ ორგანიზაციის წარმომადგენელი ვარ, რომელსაც არ მჯერა ამისი, იმიტომ რომ მე მიმაჩნია თუ ჩემი შვილის ცხოვრებაში არ ვარ ბოლომდე ინფორმირებული და ჩართული, ის პროცესი ვერ იქნება ეფექტიანი. ეს ჩემი უფლებაა, რომ ესე ვხედავდე და ვფიქრობდე, ხო? ეხლა ჩემი ხედვა რომ გადავდოთ როგორც მშობლის გვერდზე, რატო არ მჯერა კიდე ასევე როგორც პროფესიონალს? იმიტომ რომ
ამაზე კონვენციაც კი გვეუბნება 33-34 მუხლები პირდაპირ არის ლაპარაკი იქ, როგორ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ ჩართულობის მექანიზმები და ამ კონვენციის იმპლემენტაცია როგორ უნდა მოხდეს. და კონვენცია იწყება შემდეგი პრინციპით, მთავარი პრინციპით, არაფერი ჩემ შესახებ, ჩემ გარეშე. ამით იწყება. შენ თუ მეუბნები, რომ კონვენცია მივიღე, ჩემი კანონმდებლობა ამასთან მოვიყვანე ჰარმონიზაციაში, პირველივე პრინციპს არღმევ, ჩართულობის მექანიზმებს აუქმებ. ანუ სამსახური გააუქმე ისე რომ არ მკითხე ამას გულისხმობ ხო? ხო, ჩემთან დაკავშირებით როცა გეგმავ პოლიტიკას, კონვენცია ყველა ქვეყანას ეუბნება ხელმომწერ ქვეყნებს, რომ არაფერი არ დაგეგმო. ისე თუ არ კითხე თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს. მთელი კონვენცია ამას ეძღვნება. ხვდებით და ეს გამოდის, რომ არის კონვენციის უგულებელყოფა, შიდა კანონმდებლობების უგულებელყოფა. ხო, რატო მიუქმებ ჩართულობს? არ არსებობს ეგეთი პრაქტიკა მსოფლიოში არ არსებობს, რომ სახელმწიფომ რაღაცა დაგეგმოს ჩემთვის და ის იყოს კარგი და სწორი და ეფექტური ისე რომ მე აზრი არ მკითხოს. როგორ შეიძლება მით უმეტეს შეზღუდული შესაძლებლობა თქვენც ახსენეთ, რომ ფრთხილად ვარო ამ თემას. რატო ხართ ფრთხილად? იმიტომ რომ ბევრი ცოდნა არა გვაქვს, ხო? თქვენ კი არა, მეც უამრავ ორგანიზაციასთან რომ აქ შეხება, ძალიან ბევრ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს ვიცნობ და მათთან ერთად სამუშაო შეხვედრები თუ ყოველდღიური ცხოვრება მაქვს. მეც კი მილიონი საკითხია ისეთი, რომელიც შეიძლება არ ვიცოდე. იგივე დაუნის სინდრომის მიმართულებით, ხო, დღეს ჩვენ ორგანიზაციაში გვყავს ახალგაზრდების საკონსულტაციო საბჭო და ჩვენც კი ორგანიზაცია როცა რაღაცას გეგმავთ, ამ საბჭოს მოვიწვევთ ხოლმე ჩვენ ახალგაზრდებს და ყველა საკითხს მათთან ერთად ვათანხმებთ და ხშირად არის რომ ჩვენ რო გონია რომ ესე არის სწორი და ასე დავგეგმოთ მათი ცხოვრებისთვის ასე იქნება უკეთესი, ისინი გვიტრიალებენ ხოლმე რაღაცებს და გვეუბნებიან რომ ასე კი არა ესე. ან რაღაც საკითხი შეიძლება გამოგრჩეს, ხო? არ შეიძლება რომ მშობელმა მე ყველაფერი ვიცოდე ჩემი შვილის შესახებ, ხო? მას ხო უნდა ვკითხო? რას ფიქრობს ამაზე, როგორ გზნობს ამაში თავს, მისთვის არის თუ არა ეს სწორი, ხო? ჩვენც კი ვეკითხებით ამ ადამიანებს ისე არ გეგმავთ და ჩართულები ყავს. ხო, და ახლა აღმოჩნდა რომ ამხელა პოლიტიკა და სამმართველო იყო პოლიტიკის განსაზღვრელი ორგანო. ეს არ არის უბრალოდ შევქმენი ეს კონკრეტული სერვისი, მაგალითად ბავშვების შეფასება სკოლებში, მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ, ეს პროცესი გაგრძელდება, კი ბატონო, იმიტომ რომ აწყობილია. და ვიღაცა შეასრულებს ამ ფუნქციას, თუნდაც იმ სამმართველოს რაღაცის ქვეშ დაქვემდებარებული რაღაცა, იმიტომ რომ აწყობილია უკვე ამდენი წლის განმავლობაში ეს შეფასების სისტემა. მაგრამ პოლიტიკა როგორ უნდა განავითაროს, იგივე ამ შეფასების სისტემაში სიახლეები დავნერგოთ თუ არა, იქნება ასე ჯობდა შეფასება და არა ისე, ეს ვინ უნდა გააკეთოს? გამოდის იმ სამსახურის თანამშრომელმა, რომელსაც აქამდე ვიდრე პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება და საერთოდ შეხება არ ქონდა, ხო, როგორც თქვენ ახსენეთ, დანარჩენები ჩახსნეს გამოცდილებას. არასდროს ამ საქმესთან შეხება არ ქონია. მე არ ვიცი ვის ებარება და როგორ. არა ფორმით უნდა გადავიდეს. საქმეც მაგაშია და ეს დღეს რომ მაგას ვამბობ, რომ იქნებდა მოგწონს ეს რეორგანიზაცია თუ რაღაცა რაც ქვია, არ ვიცი, ხო? კი, გვიმარტეთ რა საკეთებთ. პასუხისმგებლობის ხარისხი. ისეთი რაღაც აღმოაჩინეთ, ხო? პასუხისმგებლობა, ვინც ეგ გადაწყვეტილება მიიღო? არ ვიცი, რა ტიპის პასუხისმგებლობა ეკისრება მაგ ხალხს? გადაწყვეტილების მიმღებს? ხო. ფაქტობრივად ჩამოშლა თქვენ რასაც ხსნით ეხა პასუხისმგებლობა მე ვფიქრობ რომ ალბათ შეიძლება შეიცვალოს ეგ მინისტრის ულაც და მაგრამ ეხო მინისტრის მიღებული გადაწყვეტილება აუცილებლად დავიბრუნებ სასამართლოს. არ ვიცი, მაინტერესებს მართლა. ის თუ ესე გაგრძელდა და ამან ზიანი ფაქტობრივი მიაყენა ბავშვებს და ეს აუცილებლად მოხდება, ჩვენ აუცილებლად წავალთ სასამართლოში, მათ შორის ევროპულ სასამართლოში, კონვენციაც გვაძლევს ამის შესაძლებლობას, რომ იგივე გაეროს კომიტეტში გავასაჩივროთ ეს გადაწყვეტილებები და აუცილებლად გავაკეთებთ. ხო, მაგრამ ამასობაში წლები გავა. რო გადის, ამის თქმა მინდა რომ თქვენ ვიდრე იდავებს. არ არის, მთელი შიდა სასამართლოები და მოვილიოთ, მე იქ წავიდეთ. მინიმუმ ორი ბავშვები დაზარავდნენ ამბავი. მე ისინი სამ გადაწყვეტილებას ამათ მოწერენ და როგორც 5 წელს დავკარგავთ, ხო, მაგრამ აუცილებლად აგებენ პასუხს, ამას ესე არ დავტოვებთ.
ხალბატონია, ჩემთვის სულ არის ხოლმე რაღაცნაირად კი გავრილობის პროტესტზე ჩვენს გარეთ ვიდექით, მაგრამ აი ეს რაღაცა ჩემთვის ბრძოლა, როცა ძალიან ღიად გახდა რაღაცები, უკვე და თეთრი ძაფი გამოჩნდა, იყო უკვე რუსული კანონის ინიცირება, კარგი გაწევაც შევირგოთ ცოტა სიმშვიდე, მაგრამ აი მეორედ უკვე და სანამ 28 ნოემბრამდე მოვიდოდით, რუსულმა კანონმა ბევრი რამე გამოაჩინა, ხო? მაშინ იყო ხოლმე საუბარი იმაზე, რომ ეს კანონი საფრთხეს უქმნის ბევრ ფონდს. ეს არ არის მხოლოდ გამჭვირვალობაზე საუბარი. მათ შორის ეს უნდა შეეხებოდა ინკლუზიურ საკითხებსაც. როგორ მოვედით აქამდე? ანუ რა ბერკეტები ეზღუდება თქვენ ხომ არ ხართ სახელმწიფო ორგანიზაცია, ხო? დამოუკიდებელი. რა საფრთხეების წინაშე დგებით იმ კანონების ფონზე, რომელიც მივიღეთ მათ შორის ფარაც და ჩვენ ცოტა ხნის წინ ყავდა იურისტი, რომელმაც განმარტა, რომ თუ სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ თქვენ თანხას უცხოეთიდან იღებთ და შესაძლოა პოლიტიკურ საქმიანობას თუნდაც განცხადებების დონეზე აკეთებთ, თქვენ შეიძლება გახდეთ აგენტი და შეგიწყვიტოთ დაფინანსება. როგორ მოვედით აქამდე და რა საფრთხეების წინაშე ვართ დღეს? როგორ მოვედით? ძალიან რთული კითხვა. ყოველდღე ვუსვავ ჩემ თავს, რომ ეს როგორ დაგვემართა აქამდე, როგორ დავუშვით მაშინ. როგორ დავუშვით? რა ეფექტია? იცით რა არის, იმდენად წარმოუდგენელი იყო ამ პროცესის ესეთი დაჩქარებული უკუსლა. ყველამ ვიცოდით და მეც ვიცოდი და პირველივე ამ რუსული კანონის გამოგორებისთანავე, რა ვიცი, არ ჩამოსულა პროტესტიდან და ზუსტად ვიცოდი რა საფრთხეებს მოიტანა, მაგრამ ასე ხანმოკლე პერიოდში ნამდვილად არ ვედლოდი ესეთი სიჩქარით, იმიტომ რომ სანამ ერთს გავიაზრებთ მეორე მოსდევს, მეორე ეს ტაქტიკა იყო მე მგონი. ტაქტიკაა კი, რომ თან გვღლიან, თან ჩქარ-ჩქარ აკეთებენ, რომ ეს უცებ აღმოჩნდეთ ახალ რეალობაში, რომელიც სრულიად გაუგებარი და სულ ამას ვამბობ ხოლმე, გუშინ რომ ზეიმობდით კანდიდატის სტატუსის მიღებას, არასრულ ერთ წელიწადში ზუსტად რაღაცა სპრინტით ფორსირებულად ეს ყველაფერი შეიცვალა, ხო? და რა ეფექტი იქონია თქვენს? საფრთხე რა გვაქვს, ანუ როგორც ყველა ორგანიზაციაში ჩვენც ანალოგიური საფრთხეების წინაშე ვართ, ჩვენი ორგანიზაცია როგორც აღვნიშნეთ, ძირითადად ავსებს იმ ხვრელებს, რომელიც სახელმწიფო სისტემას აქვს. და შემდეგ როგორ ამოავსებს არ ვიცი ჩვენ თუ ეს არ ვაკეთეთ, იმიტომ რომ არ არსებობს მშობლების მხარდამჭერი მომსახურება, ასევე ჩვენ გვაქვს პროფორიენტაციის და დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც მთლიანად ჩვენ გამოცდილებაზე და პრაქტიკაზეა აგებული და უკვე წარმატებული მაგალითები გვყავს არა მარტო ჩვენ სოციალურ საწარმოში, არამედ სხვა დასაქმების ადგილებში, რომ გავაჩინეთ ეს ადამიანები და მუშაობენ, როცა არსებობდა და ეხაც არსებობს, მაგრამ ფაქტობრივად არ არსებობს ხარდაჭერითი დასაქმების პროგრამა სახელმწიფო, მაგრამ არაეფექტურია, იმიტომ რომ არ იცნობენ ამ ადამიანებს და მან თქოდა ჭიდაობა, სხვათა შორის ბოლო პერიოდში დასაქმების კომიტეტის თავმჯდომარედაც ამირჩიეს ჯანდაცვის სამინისტროში და რაღაც ამ პოლიტიკის საკითხებს გეგმავდით და ეგეც დარჩა ესე და იმედი მქონდა, რომ რაღაცებს უფრო ეფექტურად შევცვლიდით, მაგრამ პროცესი გაჩერდა, ასევე დიდფულს ველოდებოდით ევროკავშირიდან ამ პროგრამის მხარდასაჭერად, რომ სახელმწიფო სისტემაში მეტი ეფექტი ყოფილიყო და ის რა თქმა უნდა გაიყინა და რაც შეეხება კონკრეტულად ორგანიზაციას, ანუ ჩვენი საქმეობა მთლიანად გრანტებზე იყო დამოკიდებული, ჩვენ ძალიან დიდი დრო და რა წილი ქონდა აი ეგ უნდა მეკითხა. დაგჭირდა 100%. 100% უცხოურდა სახელმწიფო ფულს ჩვენ, ანუ იმიტომ რომ სახელმწიფოს არ აქვს ის პროგრამები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. მშობლების მხარდაჭერი მომსახურების პროგრამა არა აქვს, რომელიც ესეთ მომსახურებას მიაწვდის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ხო? არა აქვს ამ ახალგაზრდების დასაქმების, დამოუკიდებელი ცხოვრების თვითადვოკატირების პროგრამები, ასევე გავაკეთეთ პროგრამა 7+, რომელიც 7-დან 18 წლამდე ადამიანის რაღაც დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების განვითარებას უზრუნველყოფს და ამაშიც უცხოელი დონორები გვეხმარებოდნენ და ვცდილობდით ამის ადვოკატირებას, რომ სახელმწიფო პროგრამად გვექცია. ანუ ჩვენ ვართ მთლიანად თემზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელმაც კარგად იცის თემის საჭიროებები. 9 მშობელი ვართ დამფუძნებელი, არის წევრობაზე დაფუძნებული, ვაერთიანებთ 3000-მდე ოჯახს ძველ საქართველოში და ზუსტად ვიცით რა ჭირდებათ ოჯახებს და ჩვენ შვილებს და იმის საპასუხო ქმედებას ვაკეთებდით. ახალ პროგრამებს ვქნიდით ჩვენი გამოცდილებით და როგორ ვქნიდით? ნახულობდით საუკეთესო გამოცდილებას განვითარებულ ქვეყნებში, მათ ექსპერტიზას და პრაქტიკას ვიზიარებდით,
ქონდა მათთან შეხვედრები, კომუნიკაცია, ურთიერთობა, თანამშრომლობა და ვცდილობდით, რომ ეს ყველაფერი გაგვეტარებინა ჩვენ ქვეყანაში, მათ შორის ჯანდაცვის მიმართულებით. რომ არა ამერიკის პედიატრიის აკადემია და ამერიკელი ექიმები და ეს პროფესორები ხო სამედიცინო დარგში ჩვენ ბავშვებს დღეს არ ექნებოდათ სწორი სამედიცინო მეთვალყურეობა. ჯერ კიდე 2015 წელს გავაკეთეთ ეს გაიდლაინ და პროტოკოლი დაუნის სინდრომის ჯანმრთელობის მეთვალყურეობაზე და როგორც იქნა დავამტკიცებინეთ სამინისტროს 2 წლის წინ განვაახლეთ, იმიტომ რომ მედიცინა ვიცით რომ ვითარდება და პერიოდულად განახლება ჭირდება, მათ შორის ზრდასრულების შევქმენით და მეორე წელია დევს სამინისტროში და გაიდლაინების ეროვნულმა საბჭომ აღიარა დოკუმენტი, როგორც რელევანტური და სისტემაში გასაშვები, მაგრამ ბატონმა მინისტრმა, მაშინდელმა და ეხლანდელმა არალეგიტიმურმა მინისტრმა არ მოაწერა ხელი. მაშინდელი ვინ იყო? იგივეა. არა, ჯანდაცვაზე ვამბობ, სარჯველაძე და ველოდებით მის ხელმოწერას მეორე წელია. წარმოიდგინეთ და თან თვითონაც ამ პროცესის დიდი ის იყო, თითქოს წეგან ასეთი ფრაზა თქვით, რომელიც ყურში მომხვდა, ველოდებოდით დიდ თანხას ევროპიდან. ანუ აღარ გქონდეს იმედი ასეთ დაფინანსებას. სახელმწიფო ელოდებოდა დაახლოებით 49 მილიონ ევროზე საუბარი, რომელიც უნდა შემოსულიყო ფინანსთა სამინისტროში და გასულიყო მხარდაჭერითი დასაქმების პროგრამაზე, მათ შორის მარტოხელა დედების, სოციალურად დაუცველი პირების და შეზღუდული შესაძლებლობის, ანუ აი სამი მიმართულება იყო პრიორიტეტული. ეს მე ვიცი, იმიტომ რომ იქ კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, თორე ეს ღია ცნობილი ფაქტი არ იყო. და რა თქმა უნდა გაიყინა ყველაფერი. აი იმ ვეცდები რომ ძალიან ტაქტიანი და კორექტული ვიყო. ნახე, ხო არის ხალხი, ვინც მოდი პირდაპირ თქვათ რა, არიან კომფორტში, აქვთ სამსახურები, არ აქვთ ისეთი ტიპის პრობლემები, რაც პირობითად ჩვენ დღევანდელ სტუმარს და აი ამ თემს. სხვა გამოწვევები რა თქმა უნდა. და ესე რაღაც პედესტალიდან მოიცარა, აჭარბებთ ეხლა თქვენ რაღაცა ეგეთი პოზა ხო აქვს ამ ხალხს და აი რაღაცა რატო შემოდის ეს ფული, აბა არ უნდა კონტროლდებოდეს და ასე შემდეგ ეს პროპაგანდის გაგზავნილ მესეჯებს ხო ხშირად იმეორებენ ხოლმე. არ დარჩება არავინ. ხო, აი თუ გინდათ მაგალითი, რომ რატომ არის მნიშვნელოვანი დასავლური მხარდაჭერა, რას ნიშნავს იქიდან წამოსული მათ შორის ფინანსური დახმარება თუ ცოდნის გაზიარება თუ არ ვიცი საკანონმდებლო პრაქტიკის გამოცდილების გაზიარება აი ეს არის ერთ-ერთი ცოცხალი მაგალითი აი ამ ყველაფრის და თვალსაჩინო რომ როდესაც მათ შორის აქციებზე ისმის ხოლმე ამ პოლიტიკურ განცხადებებში ვისმენთ ხოლმე რომ ეს არ შეეხება იმ ადამიანებს ვინც ქუჩაში პროტესტს გამოხატავს მხოლოდ ეს არ შეეხება პოლიტიკურ პარტიებს თუ რაღაცა რო ხო ასაღებენ ასე რომ ეს არის წამოსული ფული იმისთვის რომ დაფინანსდეს რევოლუციები და თურმე სამი რევოლუცია აიცილა ქვეყანამ თავიდან და ასე შემდეგ ხო 4 ანუ კარგა ანუ არის ესეთი მთელი რიგი საკითხები, მთელი რიგი ჯგუფები, ვისაც პირდაპირ 100%-ით ეხება. ეს არის ნამდვილ თვალნათელი მაგალითი. ეხება და გარდა თანხებისა, რომელიც ოპერაციული საქმიანობისთვის ორგანიზაციებს ჭირდებათ, ანუ ეს რო ჩავხსნათ და ყველა მუშაობთ მოხალისეთ. ჩვენ მანამდეც მუშაობდით გრანტის გარეშე და სულ გავაგზავნოთ მუშაობას, იმიტომ რომ ჩვენი შვილები არსებობენ, იბადებიან და თქვენ ვალდებული ხართ რომ მათ მხარი, მაგრამ რამ ხელა მხარდაჭერა, როდესაც შენ სახელმწიფო კანონმდებლობა და კიდე პარტნიორი ყველა სიახლე გვაქვს ასევე რომ კონსულტაციების თურმე გრანტად გეთვლება და არ შეიძლება და ჩვენ ანუ უცხოური კონსულტაციების გარეშე ვერა როგორ უნდა შემოვიტანო ჯანდაცვის სისტემაში სიახლე თუ იმ უცხოელ ექსპერტებს, იმ პროფესორებს არ ველაპარაკე, ვინც ამ სფეროში არიან. ხო, არ ყავს ეგეთი კადრები. ვი, სხვათა შორის ბოლო დროს ხალხს ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაციიდან გამოსვლის იდეა ხო წამოიწია. უბრალოდ ადვილი არ არის, მაგრამ რა ვიცი, ყველგან ესე გამოვალთ და ვიცხოვრეთ ბედნიერად ჩაკეტილ. ანუ ჩვენი თავი ჩვენად რომ უნდა გვეყუდნოდეს, როგორ გვეყუდნეს ბათუმში ჩავიდნენ, რა ქართველი აღარ მოძრაობს, აღარავინ, ქართული აღარ ისმის, რომ გაიარო ბულვარში. სხვათა შორის ჩემთვის ეს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება რომ გახდა ცნობილი რომ თანამშრომლები გაუშვეს და ამიტომ ეს ინკლუზიური განათლებას ეკვნებოდა საფრთხე ჩემმა მეგობარმა მშობელმა მითხრა ასეთი რამ რომ მე მგონი დავდექი იმ
ფაქტის წინაშე, რაც არ მინდა რომ გავაკეთო, მაგრამ ხომ არ მოვკიდო ჩემ შულს ხელი და წავიდე ქვეყნიდან, იმიტომ რომ მე ვერ ვხედავ ამ ქვეყანაში იმას, რომ ჩემ შვილს სანამ მე ვარ კიდევ რაღაცას ვიზამ, მაგრამ მე რა ეშველება არ ვიცი. ეგ არ არის ერთი შემთხვევა და ერთი ჩემი მეგობრის ნათქვამი, რომ და სხვა შეს უთხარი კიდევაც, რომ აი მე ისე ანუ არ ვიცი ასე როგორ დავეხმარო, აი რა უნდა გავაკეთო არ ვიცი, ნუ გარდა იმისა, რომ შეიძლება ვიბრძოლო მასთან ერთად და უთხარი რომ აი ხო, აი თუ შეიძლება რომ გერმანიაში არსებობდეს საწყობილი სისტემა, გერმანიაში თუ შეიძლება არსებობდეს საწყობილი სისტემა, იმის რაღაც მსგავსი მაინც რატომ არ შეიძლება აქ იყოს და რატომ უნდა ფიქრობდეს ჩემი მეგობარი, რომ ხომ არ წავიდე. ხო, და თან ანუ ამბავი რა არის, ყველაზე დიდი უსამართლობა ჩემთვის ეს არის რა, რომ ხვალ რომ შენ წინა საარჩევნოდ იქნება თუ არ ვიცი, ხალხი ხო ძირითადად მაგ დროს ხვდება ხოლმე პოლიტიკოსებს. ხვალ რომ ვიღაცა ქუჩაში შეგხვდეს და უთხრა, რომ აი ესა და ეს პრობლემა გვაწუხებს, ის აუცილებლად მხრებს შეიჩეჩავს და გეტყვის, რომ იცით რა ჩვენ გვესმის თქვენი ძალიან კარგად გვესმით და ვიაზრებთ ამ პრობლემას, მაგრამ ყველაფერს ერთ დღეში ხომ ვერ გავაკეთებთ. იცი რა მე ყველაფერს ხო დროჭი და ნახე თითქოს ანუ რასთან გვაქვს საქმე რომ ჩვენ ამის დრო და აი ეკონომიკური წინსვლა რომ გვექნება და ბიუჯეტში ბევრი ფული რომ გვექნება ამას გავაკეთებთ, მაგას გეუბნება და გეუბნებიან რომ გიგზავნი, გეხმარები, აგერ ბატონო გრანტები არსებობს, აქ არიან მოხალისე ადამიანები, ვინც ამას ალაგებს თვითონ, მზა პროდუქტს გთავაზობს, შენ კი არ უნდა იმტრიო ტვინი რაღაცაზე რომ შექმნა კანონმდებლობა, მზას გთავაზობს რა. ანუ შენ ის შლაგბაუმის ფუნქცია რო გაქვს, რომ ხელი აწიო დაწიო, მარტო ეგ უნდა აკეთო პარლამენტში, მოაქვთ ადამიანებს ეს შენთვის და შენ ამას აუქმებ. ანუ წარმოუდგენელი ცინიზმია და მე ხალხი გეტყვის რომ აი ჩვენ ყველაფერს ვაკეთებ ჩვენ ასაკ. არა, მე ეტყვიან რომ სადღაც რაღაც პენსია და ყვალაც კი გვიჭირდა ეფექტის მიღება, ხო? მაინც ბევრი წინააღმდეგობა იყო და არ იყო საკმარისი მეტი, იყო საჭირო და ეხლა ამის გარეშე დარჩენა არ ვიცი. მე ეჭვი მაქვს განათლების სამინისტროსთან მიმართებაში და ზოგადად ქვეყნის პოლიტიკასთან მიმართებაშიც, რომ ძვირი უჯდებათ ინკლუზიური განათლება, იმიტომ რომ იქ ინფრასტრუქტურა, იქ რესურსები, იქ პედაგოგების გადამზადება, იქ თითო ბავშვს 20 ლარი ხო აქვს ვაუჩერი ყველა ბავშვზე განათლების სამინისტროსგან, ვინც საჯარო სკოლებში სწავლობენ და არასაჯაროშიც კერძო სკოლაზეც ვრცელდება. თითოეულ ბავშვს ქვეყანა უხდის 20 ლარს თვეში, ესეთი ვაუჩერი მიყვება, რაც არის სკოლის თანხა. სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის შემთხვევაში არის 600 ლარი. მე მგონი გაიზარდა კიდე ბოლო პერიოდში ეს თანხა, რომელიც ნაწილდება მის საჭიროებში სკოლა იღებს გადაწყვეტილებებს როგორ, ხო, იქ სპეცპედაგოგს ამატებს, რაღაც თერაპევტი შემოყავს თუ რესურსებს უზრუნველყოფს და ასე შემდეგ. და მაგის გარდა ვალდებულება აქვს სტრატეგიით, იმით, ამით, რომელიც ადრე დავწერეთ, მაგრამ ჯერჯერობით ვრცელდება და ალბათ მაგასაც ნელ-ნელა გაუქმებენ ყველაფერს, რომ სხვანაირად უნდა მოაწყო, ხო? დაფინანსებები აღარ აქვს, ხარდაჭერა ევროპიდან და სხვა ქვეყნებიდან აღარ არის, ხო და ალბათ ბიუჯეტის დაზოგვის მიზნითაც ერთ-ერთი გამიზნული ნაბიჯიც არის. სხვა უამრავი გაბერილი კადრი არსებობს ძალიან ბევრგან სიპებში და ასე შემდეგ რეგიონებში ამ თემაზეც ბევრი გუმუშავია ხარდამჭერების დასასაქმებლად და ნუ ეს ყველაფერი თანხებს საჭიროებს და უამრავი კიდე გაუმართლებელი ხარჯი არსებობს, რასთან დაკავშირებით ყოველდღიურად ისმის კითხვები, ვიდრე ჯერჯერობით მედია არსებობს. მე არ ვიცი რა იქნება. მე მახსოვს რომ უსვამთ ხოლმე ამას ხაზს, რომ ძალიან ბევრი გვიყურებს ემიგრანტები, როგორც ჩანს ჩვენი არხის ანალიტიკაში და ავიც მოგიწოდებთ, რომ გამოხატოთ თქვენი აზრი, დაწერეთ თქვენთან როგორ ხდება გამოცდილება გააზიარეთ და მოიწერეთ კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ ამ ამბავზე, რამდენად დიდი პრობლემა არის, ასევე მათაც ვინც ვისთანაც მოხდება საბოლოოდ ეს ჩვენი ჩანაწერი და არ ვიცი, შეგეხებათ მინიმუმ ემოციურად, დაგვიფიქსირეთ თქვენი პოზიციები და უბრალოდ ხო, ნუ გავიაზროთ კიდევ ერთხელ რომ ეს არ არის ცოტა მეტი პასუხისგებლობა უნდა აიღონ ჩვენი ქვეყნის წინაშე. არ ვიცი როგორ ეს უკვე იქ არის მოსაფიქრებელი, რომ იქიდან გააძლიერონ. ისინი ხო უფრო თვალსაჩინოდ ხედავენ, რომ მართლა აი ნორმალურ აწყობილ ქვეყნებში რა როგორ გვარდება, ხო, ეს საკითხები როგორ არის დაალაგებული. რა ჩანს რაღაცები და უნდა ხედავდნენ წესით რა საფრთხეების წინაშე ვდგავართ და
აქაც ახლა თქვენ რაც აღნიშნეთ, ხო, ძალიან ბევრი ოჯახი მიდის უკვე, ბოლო 2 წელია, ბევრი გადინება, განსაკუთრებით ჩვენს თემში. და ზუსტად კითხვა, რომ ხვალ რა იქნება, როცა მე ჩემ შულს ვერ დავეხმარები ისე როგორც საჭიროა, ან საერთოდ აღარ ვეყოლები გვერდზე, ხო? ეს არის მთავარი მამოტივირებელი ზუსტად ჩვენი ასოციაციის და ზოგადად მშობელთა მოძრაობის და კავშირების, ხო, რომ დავგეგმოთ ისეთი ცხოვრება და დავეხმაროთ ამ სახელმწიფოს, რომ ააშენოს ისეთი სისტემა, რომელიც გარანტიას მიცემს ჩვენ შვილებს, რომ მისი უფლება იქნება დაცული და არ იქნება გარიყული საზოგადოებისგან. და ზუსტად ამ პროცესებში ვიყავით, იმდენი წელია ვიბრძვით, შრომობთ. თან ვერ ვიტყვი, რომ არ თანამშრომლობდნენ იქით ამხარე. კი ბატონო, არ იყო თქვათ ისეთი რაღაცები, რომელიც გაგვეხარდებოდა რაღაცებს კრიტიკულად, მაგრამ პატარ-პატარა თუ რაღაცა ხან მიწოლით, ხან ლაპარაკით, ხან რაღაცით, რაღაცნაირად ნაბიჯი წინ იდგმებოდა. პატარა, მაგრამ წინ მივდიოდით და იმედი იმისი, რომ ხვალ რა იქნება, სულ ის მაქოთ 15 წლის არის უკვე ჩემი შვილი. ამასობაში სრულწლოვანი გახდება. სულ ვფიქრობ და აი ცოტაც და ეს სერვისი გაჩნდება, ცოტაც და ეს იქნება და აი მერე უკვე მშვიდად ვიქნებ. აი ეხა უკვე აღარ ვიცი, მართლა არ ვიცი. და ვიძახი რომ რაც არ უნდა მოხდეს არცად არ მივდივარ, იმიტომ რომ ჩემი ქვეყანა და ჩემი შვილი აქ უნდა იყოს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პროცესი დაუბრუნდეს თავის კალაპოტს და შევძლოთ შვიდი ცხოვრება. ანუ ადამიანები ვართ. რაღაცა განსაკუთრებულს ხო არ ვითხოვ. მას შორის ერთ ამბავს მოვყვები. არა ერთმანეთი დავიცვათ და ჰარმონიულ თანაცხოვრებაში ვიყოთ. რას ვითხოვთ განსაკუთრებულს? ელემენტარულს, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ელემენტარული პირობა, არ ვიცი. აი ეს ახსენა, რომ თითქოს ჰქონდა ის განცდა, რომ ისინი ქვეთანამშრომლებოდნენ, მოდიოდნენ რაღაცეებზე, ხო, რაღაცები წინ მიდიოდნენ. სხვათა შორის თვითონაც ხო მაგას იმეორებენ ხოლმე, რომ ჩვენი დამსახურება სწორედ რომ მივიღეთ და მე ეს გრძელი ჩამონათვალი რომ მიდის ხოლმე ასოცირების შეთანხმება, ბლა 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 რაღაც ჩამონათვალებს არც უგულოებელ თავისივე დამსახურებებს, ანუ ჩვენ ხო იმას ვამბობთ, რომ 1 წლის წინ კანდიდატის სტატუსის იმიტოა მთელი საჯარო სექტორი შოქში, რომ თავისივე გაკეთებულ საქმეზე, რაშიც ჩაანთრიეს დრო და ენერგია, ვიღაცამ რაღაც პიკზე მიიყვანა, ანუ იმის იქით რომ აღარ უნდა წასულიყო, მე შეიცვალა პოლიტიკა და ეს ხალხი ახლა ვერ ხვდება. დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი თუნდაც განათლების სამინისტროში დღესაც ვერ ხვდება, რაში ამოყო თავი რა. და ეგ არის მთელი ცინიზმით და ანუ რაღაცა ილუზია, აი რა ქმნის ილუზიას რა, ჩემი აზრით ეს არის, რომ ადამიანებს ჯერ საქმეს აკეთებინებ, ბოლომდე აქვთ იმის განცდა, რომ ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან, უცებ ისე იცვლება ფორსირებულად პოლიტიკა, რომ თვითონაც არიან შოქში და შეიძლება მე დღეს კამანჩი შემოვიდნენ, რომ კაცო მე ეს გავაკეთე, გუშინ ხო გეხმარებოდი და ეხლა რატო ვარ მე მტერი? ხო, მაგრამ შენ ხარ გამოყენებული და ფაქტია რომ შენი ხელით რაღაცები უქმდება. თვითონ როგორ არ წყდებათ გული, იგივე თავიანთ ჩადებულ ენერგიაზე, დროზე, რესურსზე, ხო იქ თამხარეც ხო მუშაობდა ჩვენთან ერთად. ჩვენც აქედან მუშაობდით. აი თავისთვის მიიწერესო ხო ჩვენი პროტოკოლი რო ვახსენე მაგალითად კონვენციას როცა მიუერთდა ქვეყანა ვალდებულება აქვს რომ ანგარიშები გააგზავნოს გაეროში 4 წელიწადში ერთხელ რა შეასრულა კონვენციის რატიფიცირებიდან. და პირველ ანგარიში ჩვენი პროტოკოლიც მოხდა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი საამაყო საქმე, რომ აი პროტოკოლი დაამტკიცა და მიიღო. იქ არსად არ არის რომ ეს ჩვენი 2 წელი რომ ვეჭიდავებოდი სამინისტროს, ეგ არსად არ ჩანს. ეს თავის წარმატებად გამოიყენა. ოღონდაც სიამაყო ნამითი ჩვენც ეგვინდოდა რომ რაღაცა სიამაყე შესძინოს ამ საქმემ და ბავშვებზე კარგად აისახოს და ექიმებმა კითხვა აღარ დააგვისვა რატომ მომიყვანე ახლა და რას იკვლევ ხო და იცოდეს პირიქით გადამამისამართო სადაც საჭიროა. ჩვენი მიზანიც ეგ იყო და მართლა წარმოუდგენელ სიტუაციას ძალიან ბევრი რაღაცები გავაკეთეთ. ბევრი ქვეყანა ვერ მოიწონებს თავს. ქაღალდებზე ოღონდ სამწუხაროდ უამრავი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ბოლო 2 წელი განსაკუთრებით, ანუ ამ 2 წელს არ ვთვლი იმის წინა 2 წელი აქტიურად ვმუშაობდით ჯანდაცვის სამინისტროში ქონდა სხვადასხვა 6 კომიტეტი და ამ კომიტეტის ფარგლებში უამრავი სტრატეგიული დოკუმენტები შევქმნით, სადაც პასუხისგებელ პირებში და დაფინანსების წყაროში სულ დონორები წერია ესე ლამაზად და საერთაშორისო ორგანიზაცია. რა თქმა უნდა, ეს ფაქტია რომ პოლიტიკურად დღეს მათ აღარ აქვთ მაგის ინტერესი რომ იქ ვინმესთან თავი მოიწონონ. აღარ აქვთ, ხო და შესაძლოა პერსონალურად ვიღაცებს აქვთ, მაგრამ როგორ არ ნიშნავს. ამდენ ნაშრომზე გული არ ვიცი.
სხვა შორის წეგან მინდა და მომეყოლა ერთი ექსპერიმენტი მაქვს ჩატარებული, გადაღება დავგეგმეთ ასე რომ მე და ეტლით მოსარგებლე გოგონამ თბილისის რამდენიმე ქუჩა გავიარეთ ეტლით. და მაინტერესებდა როგორ შეძლებდა A პუნქტიდან B პუნქტამდე მისვლას და ხა გულწრფელად უნდა ვთქვა რომ მე რომ ქუჩაში მივდივარ და მიწის ქვეშა გადასასვლელთან ხედავ რომ რაღაც პანდუსი არის, საერთოდ არ ვაკვირდები არც იმის დახრას, არც იმის კუთხეს, იმიტომ რომ მე არ მჭირდება და არც მევალება რომ ხო და აღმოვაჩინე რომ რუსთაველის გამზირზე მეორე მხარეს ვერ ერთი გადავა. მხრიდან მეორე მხარეს ვერ გადავედით და იმდენად დავიბენი რა უნდა მექნა, იმიტომ რომ ძალიან გამიკვირდა, ხო არა კაცო ეს პანდუსი. უნდა გადავიდეს ტრასაზე და დაარტყეს მანქანა. ესეთი გამოსავალი მე რომ კითხე რომ დამოუკიდებლად ფაქტობრივად ვერ ვერც იმდენი ბარიერია რომ მარტო ვერც ეტლით მოსარგებლე რა ვიცი. რეგიონებში რა ჩვენ ხდება? გავაჩერეთ მარტო რომ გამოვიდეს ქუჩაში. ჩვენ გავაჩერეთ პოლიცია, რომელმაც გააჩერა მოძრაობა რომ გადასულიყავით ქუჩაზე და ამის გადაღების უფლებაზე გითხრეს რომ არაო ნებართვა აიღეთო და ნებართვა არ მომცა შესაძლოა ვკითხեմ და არაო იმიტომ რომ ესე გამოჩნდებაო რომ ესე იგი პანდუსი არ მუშაობს. ესე იგი არ გვაქვსო ხო? ანუ საშინელებაა რაც გაკეთდა ხო თქვა ხმოვანი შუქნიშნები რაღაცა ქუჩები რო ადაპტირდა ბოლო პერიოდში ახალი გაკეთებული ქუჩები რაც არის ხო იქ მეტნაკლებად რაღაცებს ითვალისწინებდნენ და იქაც კი ხარვეზებია წარმოიდგინეთ მიუხედავად იმისა რომ ჩართულობის მექანიზმები ქონდა შუშუმპირები რაღაც სულ ხდება ხო იქ ხან მშენებლის პრობლემაა ხან ჩამბარებლის ხან იმის ხანავის მაგრამ რაღაცა ერთად ვიზრდებოდით რომ აი იმის 2 წლის წინ რომ რაღაცა ძალიან ცუდად გააკეთა იმ 2 წლის მერე გაუმჯობესებთ აი ესე რაღაცნაირად ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდით წინ და ეხლა თუ კონტროლი არ იქნება მერიაში აღარ არის შუშუმპირთა საკონსულტაციო საბჭო ანუ სხვა რეგიონებს ანუ კონვენციამ დაავალდებულა ყველა თვითმართველი თუ ზედარგოლი რო ვახსენე პრემიერთან არსებული საბჭოც ქონდა და მეც ვიყავი ამ საკონსულტაციო საბჭოს წევრი არც ერთი მექანიზმი აღარ მუშაობს დღეს ყველაფერი გაჩერებულია ერთია რომ ჩვენ აღარ გვინდა მათთან თანამშრომლობა და მეორე არც ისინი ირჩნენ დიდი ინიციატივას და ხადია ისინი აღარ მოიყვანენ ჩართულობის მექანიზმები საერთოდ გააქრეს და კანონმდებლობიდანაც უგულვებელ ყვეს და აღარ არის საჭირო იძახიან. ვიცოდი რომ გავბრაზდებოდი ბოლო სერიაში როცა ამ ეპიზოდს წერდით და არ ვიცი ხალხო ვისაც გააქვთ ხელგეწიფებად გეხებათ ეგ ამბავი და უბრალოდ სხედხართ სამსახურებში ჩუმად ანუ არაფერს არ ამბობთ არც და მე მგონია რომ თქვენ ძალიან დიდ უპასუხისმგებლობას იჩენენ ყველას ეხება ალბათ ეგ მათ შორის არ მაინტერესებს აქ უკვე კორექტულობა ანუ ბავშვების ყოველდღიურ ყოფას ეხება საქმე და მათი მშობლების რომლებიც ისედაც დიდი წლების განმავლობაში არიან სტრესის და ბრძოლის პირობებში და იმაზე ვლაპარაკობ ნუ ღმერთმა შეგარგოთ თქვენი ხელფასები მაგრამ ცოტა იქნება ვიღაცებმა ხმა მოიღონ ამ ყველაფერს მე მგონია რომ თავარი რაც უნდა გავიაზროთ არის რომ როცა ვსაუბრობთ სპეციალურ საჭიროებებზე შშმ პირებზე უნდა ვიცოდეთ და ეს სრული პასუხისმგებლობით ვამბობ რომ ასია გავრცელებული საზოგადოებაში რომ მათ არ იციან დეტალები ამ ადამიანებს რა საჭიროებები აქვთ, მაგრამ მათ იციან რომ ნუ რაღაცა პენსია ხო აქვთ. რაღაცა ხო ერიცხებათ, ნუ აი და ვიღაცა შეიძლება დათვალოს რომ იმას ცოტა მეტიც ერიცხება. ანუ რაღაცა აი ამ დონემდე აღვიქვამთ თითქოს ცნობიერების ამაღლება ამ ქვეყანაში არ არის ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, მიუხედავად იმისა რომ ჟურნალისტის პროფესია მაქვს, ჟურნალისტებს არავინ არ ასწავლის ამას არავინ ანუ ცნობიერებაში პრობლემაა. ისევ პოლიტიკამდე მივდივართ. აი ქვეყნები, სადაც მოსახლეობა მიცის თემის საჭიროებები, მათ შორის შშმ-პირების თქვათ, ხო? საიდან იციან? ხო, იმიტომ ცნობიერება ერთია, მაგრამ თუ ფიზიკური შეხება არ აქვს ამ ადამიანებთან მოყოლილი ამბით ვერ ისწავლე. თუ ვიღაცა იზოლირებული და მაღალი კულტურა მოხალისეობის და პრაქტიკის სადაც ისინი ერთად იზრდებიან და სწავლობენ, ხო, უნივერსიტეტები ავალდებულებენ თავიანთ სტუდენტებს, სკოლები ავალდებულებენ ნორმალურ ქვეყნებში, რომ მოსწავლეებს განსაკუთრებით მაღალ კლასებში იქ კრედიტებს აგროვებენ, იქ რაღაცას უნივერსიტეტში ისე ვერ ჩაირიცხება თუ რაღაცა
თქვა ჩვენაირი ორგანიზაციიდან რეკომენდაცია არ წაიღო, რომ მან ამ საქმეში ესე მიიღო მონაწილეობა. ხო, ესე იზრდება საზოგადოება. თუ არასდროს ამასთან შეხება არ აქვს, როგორ გეცოდინება რამე? ეს კულტურა არ არის, ვინ ნერგავს ამ კულტურას? ნერგავს ისევ სახელმწიფო სისტემა, ხო, რომელმაც უნდა რაღაც კრედიტქულები მიანიჭოს ამისთვის, იმისთვის, ახალგაზრდების სამუშაოები გაჩნდეს მსგავს ორგანიზაციებში, ხო? რომ ეს ურთიერთობა აიგოს ორგანიზაციებსა და თემს და საზოგადოებას შორის. და ყველგან ისა გვაქვს, ანუ როგორ ყველაფერზე გვილაპარაკია, რომ ეს გავაკეთოთ, ეს იგივე სტუდენტების კრედიტების მოგროვების ნაწილში სავალდებულო პრაქტიკა შემოვიდეს, ან მოხალისეობის კულტურა, ან რაღაცა, ხო, რამაც წახალისება უნდა მისცეს მას მომავალ პროფესიულ საქმიანობაში. ისეთი სფეროებიც კი, სადაც თქვა ფსიქოლოგი არის, ექიმი იზრდება მომავალი, ვალდებულება არ აქვთ, რომ რაღაცა პრაქტიკა გაიაროს ამასთან, ხო და მე ჩემშუს რომ მივუყვან იმ მომავალ ექიმს, მას ხო გაუკვირდება რატომ მომიყვანეო, ან რა ჭირსო, ან რატო უნდა, ხო? ისე ბატონი რატირას ფიქრობს ნეტა ამაზე პარლამენტარზე ამბობი როგორია იონათ ამიშვილი რატის პოზიცია უცნობია ამ ეტაპისთვის თუმცა რატი იყო ერთ-ერთი აქტივისტი რომელიც აუცილებლად იქნებოდა მხარ-დამხარ იბრძოდა ამ უფლებების მოპოვებაში და კონვენციის რატიფიცირება რომ მოხდა მისი დიდი წვლილი ნამდვილად არის აი ამას იტყვის რატი იონათ ამიშვილი კი არის და მე ზუსტად წვლილი რომ შეიტანე ამ ყველაფერში და ჩვენი ერთ-ერთი ადვოკატი იყავი ამ საკითხების და გვიხაროდა პარლამენტში რომ იყავი ხო იმიტომ რომ ჩვენი საკითხები აქტიურად გაქონდა და გვიხმარებოდი ამ საკითხების გატანში დღეს რომ ამ ყველაფერმა უკან დაიხია რატი ხო ძალიან კარგად იცის სამართლოს გაუქმება არ არის გაფართოება და რეორგანიზაცია ეს რომ გაუქმება მან ყველაზე კარგად იცის ხო მაგრამ სამწუხაროდ ფაქტია რომ პარტიულ ინტერესებს ყველაფერი დაუპირისპირდება მაგრამ რომ ილაპარაკოს და ამიტომ ჩაიგუბებს პირში კომენტარს ბევრ სხვა საკითხზე მოგვისმენია მისი კომენტარი თუ დააკვირდებით ამ საკითხზე კომენტარი არ აქვს იმიტომ რომ თავს ვერ მისცემს უფლებას რომ არ იყოს გულწრფელი ამ საკითხში უბრალოდ ვერ ისავს და არის ჩუმად მისი სიჩუმიდან გამომდინარე შეგვიძლია ვიმსჯელოთ რომ ეს არის არასწორი ნაბიჯი თორემ მას ვერავინ დაუშლიდა პირველი მას უნდა გაეკეთებინა განცხადება პირველი დამცველი ის უნდა იყოს ხო ნუ აი ამას ვამბობ რომ ადამიანები საკუთარ საქმე გაკეთებულ საქმეებს წყალშიყრიან კი წყალშიყრიან შრომას არ მაქვს იმის მოლოდინი რომ ვიღაცა ეხა გმირობას გამოიჩენს და ხმას ოჯახს ეს არ შეეხება ან მე რა შუაში ვარ ეს საქმე მაქვს და ყველა შეეხება ერთი რომ არავინ არ ვიცით ვის ოჯახში როგორ და რა დაიბადება მეორე ყველანი ხანდაზმულები ხვდებით და ხანდაზმულობა გათანაბრებულია შეზღუდულ შესაძლებლობასთან ჯანმოს ბოლო მონაცემებით რომ ნახოთ ხო 60 წლის ზემოთ 80% ხანდაზმულის არის შეზღუდული შესაძლებლობის ხო ან მოძრაობა ეზღუდება ან ხედვა მილიონი რაღაცა და რასაც სახელმწიფო გეგმავს შეზღუდული შესაძლებლობის მიმართულებით პოლიტიკას ის ხანდაზმულზეც აისახება ეს ერთი ეს ყველას რო გვეხება მაგნაწილი ეს საკითხი და მეორე ანუ თუ ერთი ადამიანის უფლება ირღვევა ქვეყანაში და ის არავის არ აინტერესებს მეორესიც აუცილებლად ირღვევა და ყველა შვილი დაზარალდება, ყველა მოქალაქე დაზარალდება, ბულინგი, ჩვეულებრივი ამბავი გახდება და კიდე ქალთა საკითხები, ხო, რაც ძალიან მტკივნეულია ჩვენი ქვეყნისთვის, ვიცით როგორი პრობლემურია ეს საკითხები. ქალებზე ძალადობას გულისხმობ ჩვენ ქვეყანაში, მათ შორის რა ფატალურად დასრულებული რამდენიც გინდა იმდენი და 2 დღის წინ გავიგე რომ ქალთა ფონდი საერთოდ დაიხურა, ბევრი ქალების თემებზე მომუშავე ორგანიზაციები იხურებიან, იმიტომ რომ ფიზიკურად ვეღარ აგრძელებენ საქმიანობას, ხო? ანუ როგორ უნდა ვუშვებოთ ესე უცხოური დაფინანსების აკრძალვას. რანაირად უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემები? ხო, ალბათ ეს ყველაფერი თანდათან უფრო და უფრო დაგროვდება და მე პროტესტს გამოიწვევს. ინერციით. ახლა ჯერ კიდე შეიძლება ბევრი რამე არ ჩანს რა, მაგრამ 2026 წლიდან თუ ეს ასე გაგრძელდა, ყოველდღე რაღაცა ცუდ ამბავს დავინახავთ ზედაპირზე ამოტანილს, ეს არის შეუქცევადი პროცესი და ეს უნდა დაინახოს თითოეულ. ხო, მაგრისკებზე ნეტა არ ფიქრობენ, არ. ყველა ჩვენთაგან შეგვეხება ეს. და გვეხება უკვე უბრალოდ რაღაცა ინერციით არის და ესე მივგორავთ სადამდეც მიგორდება ეს აქამდე გატარებული ღონისძიებები ხო და სადღაც გაჩერდება და მე უკან გადაგორებას დაიწყებს უკვე დაწყებულია
ჩვენ შემთხვევაში ინკლუზიური განათლების სამმართველოს გაუქმება, ხო? ამას მერე მოყვება რაღაცა სამოქმედო გეგმებში რაღაცების ამოღება, მასწავლებლების გაქრობა, მოსწავლეების გარიყვა, სპეცსკოლები გაჩნდება და იქ შეღრიან ბავშვებს ერთად უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ყველა სკოლაში გაანაწილო. მოუღობავენ, ხო, ესე? შემოუღობავენ და აი ეს არის შეუქცევადი პროცესი. და იქ დაუბრუნდებით საიდანაც ამოვედით. და წავა ბოლოში, ხო, და ხვალ რო შულს გამოუგდება სკოლიდან ვიღაცას და მე რო ატირდება, გვიანი იქნება, იმიტომ რომ აღარ სასამართლო გვაქვს, აღარც ის გვაქვს, დამცველიც აღარავინ ეყოლება, ხო, ანუ რანაირად დღეს თუ არ ვიმოქმედეთ, ხვალ იქნება ძალიან გვიან. გააქვთ ამის იმედი, რომ ბრაზი სადღაც დაბრუნდება და გავაცნობიერებთ, რომ მარტო 28 ნოემბერი არ იყო გასაბრაზებელი და მთელი პროცესი ბრაზია. იცით რა, ბრაზი მე მგონი არც არ წასულა. ბრაზი არის აბსოლუტურად. და ვიცი, ჩემს გარშემო ვინც არის, ყველა გაბრაზებულია ამ პროცესზე. უბრალოდ პოლიტიკური კლასი არის. ჩვენ არა ვართ პოლიტიკოსები. კი. ჩვენ ვერ ავიღეთ პოლიტიკურ პასუხისგებლობას. ჩვენ რაც შეგვიძლია ვამბობთ, ვაპროტესტებთ, იქ სამინისტროსთან მივედით, იქ განცხადებებს ვავრცელებთ, იქ ეხა აგზივარ ამას ვაკეთებ. მე ის კადრი ნახეთ, ძალიან სევდიანი კადრი იყო. წინ დაწერილი თქვენი პროტესტის რომ მაგრამ ჩვენ ჯიუტად ყოველდღე წერთ მაინც царცით და ისინი ყოველდღე შლიან. რასტერ მე არ მაქვს ალბათ ნანახი. განათლების სამინისტროს წინ იყო წარწერა გაკეთებული. წინადადება არ მახსოვს რაღაცა საპროტესტო წინადადება. ხო, ესეც ერთ-ერთი იყო არაფერი ჩვენ შესახებ ჩვენ გარეშე. ერთ-ერთი ეს იყო და კიდე სხვა რაღაცები. გადარეცხეს ეს რაღაცა ძალიან ისეთი სიმბოლური. ყოველდღე როგორ გადარეცხეს დაიწერა გუშინაც და ესე და ჩვენ მაინც ყოველდღე დავუწერთ და ესე არ დაგვეზარება. არ ვიცი გავბრაზდი კიდევ ერთხელ ვიტყვი, სხვა მოლოდინი არც მქონდა, მაგრამ ძალიან საჭირო და საინტერესო ეპიზოდი გამოვიდა მე მგონი. ძალიან დიდი მადლობა გულწრფელი საუბრისთვის. ჩვენც რაც შეგვიძლია ვცდილობთ რომ ჩვენი პლატფორმა გამოვიყენოთ და მაქსიმალურად ბევრ თემას შევეხოთ ხოლმე სოციალურ საკითხებს, პოლიტიკურ საკითხებს შიგნით თუ გარეთ. და მაინც ყველაფერი პოლიტიკური საკითხი გამოდის. ცხადია. და ნუ არ ვიცი უბრალოდ იმას დავამატებ, რომ ყველა დაფიქრდეს რა ხდება მის გარშემო, ყველა გაიაზროს რა პასუხისმგებლობა აკისრია თითოეულ მოქალაქეს. ეს არის და ეს დანარჩენი სინდისიდან და ანალიზიდან გამომდინარე თავად გადაწყვეტეთ. დიდი მადლობა. მე მგონი დასასრულისკენ მივდივარ, თუ დროზე ადრე ხომ არ შევაჯამე, რამის დამატება ხომ არ გნებავთ, მე მგონი საინტერესოდ ვისაუბრეთ. პრინციპში ერთი პატარა კითხვა მაქვს, რეგიონებში რამდენად დიდი სხვაობა არის რა. ანუ მაგ მხრივ თბილისში თქვით რომ რაღაცები ცოტა მეტნაკლებად ბრძოლით, იმით ამით რაღაცებს მივახციეთ. იქ რა ხდება? რეგიონებშიც ძალიან დიდი შრომა გვაქვს წლების განმავლობაში გაწეული. მე პირადად წლების განმავლობაში და დღემდეც არაერთ რეგიონში დავდივარ კარდაკარ და ვხვდები ოჯახებს, რამაც გამოიწვია დადებითი ცვლილებები, რომ არ დამავიწყდება ოზურგეთში. ჯერ კიდე 2013 წელი იყო ალბათ ვიზიტი, როდესაც ერთ-ერთმა ქალმა შეხვედრის ბოლოს გამიყვანა ცალკე და მითხრა, რომ შენ ვარდისფერი სათვალით უყურებო და ჩვენთან ეგრე არ არისო. და რამდენიმე წელიწადში სრულიად შეიცვალა ყველაფერი და ერთ-ერთი ადვოკატი არის ეს ქალი თავისი შვილის და უამრავი რამე გააკეთა იმ რეგიონში და დღეს მოწინავეა. ნუ არ ჯეროდა ცვლილებების. მუნიციპალიტეტიც რო ისმის და ხო, თითქოს არ ჯეროდა, მაგრამ мотиваცია მაზეც იმოქმედა, რომ იმას თუ იქ გამოვიდა, ესე იგი მეც აქ გამომივა და აი მეც შემიძლიამ ძალიან ბევრი რაღაცა შეცვალა. გააჩინა მშობელთა კავშირები რეგიონებში, ეს მოძრაობები, სერვისები, მშობლების ინიციატივით რო იყვნენ და აი ეს არა გვაქვს, ეს არა გვაქვს და სახელმწიფო ხო არიცოდნენ და კარდაკარი არის ერთმანეთი აღწერეს, ანუ წარმოუდგენელი რაღაცები გააკეთეს, რომ ნახეს, რომ ეს მუშაობს, ერთმანეთი რო ვიპოვეთ, უფრო ძლიერები ვართ ხვდები და ამან იმოქმედა ამ ეფექტმა. და
ამ ზაფხულსაც მქონდა ბევრი ვიზიტი რეგიონში, იმიტომ პერსონალური ასისტირების სერვისი უნდა დაწყებულიყო 2025-დან და ეს რეგიონში არ არის, მარტო ყველგან უნდა დაწყებულიყო, კანონში გვიწერია საქართველოს კანონში, რომ 2025 წლიდან უნდა დაწყებულიყო ყველა მუნიციპალიტეტში, დათქმა იყო, თვითონ კანონი 2020-ში შევიდა ძალში, ანუ 5 წელი ქონდა ქვეყანას მომზადებისთვის და სამწუხაროდ ზად არ არის და ვერ იწყება და ამ საკითხებზე მოკლედ მოძრაობდი. განწყობა რეგიონებში ყველგან ეგეთი იყო, რომ ეს პოლიტიკა არავის არ მოსწონდა რაც ხდება. ყველა აღიარებს ამას. მაგრამ შედეგები თუ გაყალბებები თუ რაც მოხდა, ყველა ვხედავთ და მათი ხმაც თითქოს რეგიონის ხმა ზოგან სუსტად ისმის, ხო? ეგეც განპირობებულია იმით, რომ ყველას ნაცნობია, იქ სოფლის გამგებელია, იქ რაიონის გამგებელი, იქ მუნიციპალიტეტის ვიღაცა და ერთმანეთს იმას ვერ აწყენინებს, ამას ვერ ზემოქმედებას და თავის თავს ჩაგრავს. ხო, ამიტომ პროტესტში გამოსვლამ შეიძლება რაღაცა პრობლემა მოუტანოს მის ოჯახს და ჩვენ თბილისიდან ესე შორს მათ ესე ვერ დავეხმარებით და ლოგიკურია ეს შიშები რაც აქვთ, ხო? თუმცა ის რომ განწყობა ესეთი არ არის, რაღაცა უნდა ბიძგი მიცეთ, რომ უფრო ხმამაღლა გამოჩნდნენ და გამოვიდნენ, რა ვიცი. იგივე ჩვენი კუთხით, ხო, ინკლუზიურ განათლებაზე რეგიონებში უმრავლესობა ბავშვებს არიან შინსწავლებაზე. რატო? იმიტომ რომ ტრანსპორტი არ არის, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურა არის გაუმართავი და ვერ მიდიან სკოლამდე, თუ სკოლამდე მივიდნენ, სკოლაში ვერ შედიან, საპირფარეშოები საერთოდ გარეთ არის ძალიან ბევრ სკოლაში ჯერ კიდე და ეს გარეთ ბავშვისთვის, რომელსაც გადაადგილების სირთულე აქვს, იქ ვერ შევა. ამიტომ არიან შინსწავლებაზე, ხო, ბევრი მიზეზის გამო. ანუ მასწავლებელი რომ მიდის სახლში და იქ ამეცადინებს ეს ანუ მივდიართ ისევ იმ ჩაკეტვამდე ასე ბავშვები ისედაც ამაზე ვლაპარაკობდით რომ ბავშვი უნდა წავიდეს სკოლაში ანუ მარტო განათლება წერა-კითხვა კი არ არის სოციალიზაცია ინკლუზია უფრო ფართია ვიდრე წერა-კითხვის სწავლა ხო ვიღაცამ შეიძლება საერთოდ ვერ ისწავლოს წერა-კითხვა ვერ დაისწავლოს მაგრამ უნდა სოციალიზაციას გადის და ერთმანეთის გამო სწავლობთ ამ კომუნიკაციას ხვალ მე რომ დაგინახავ შენი კლასელი არ გამიკვირდება ხო და არც სხვა გამიკვირდება და ხედავთ რომ საზოგადოება მრავალფეროვანია და მიმღებლობა ხდება და ადაპტაცია ხდება. თანაცხოვრებას ვსწავლობთ ერთად, სხვანაირად ვერც ერთი მხარე ვერ ისწავლის, ვერც შუშომპირი და ვერც ტიპური განვითარების ბავშვი, ხო? ერთმანეთს უნდა ვისწავლოთ. ხო, ერთს დავამატებ რომ აი როდესაც ვამბობთ რომ რაღაცა უნდა უბიძგოს აი რა ვქნა და ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვანიჭებს ის ვაკისრებ მე, რა ვიცი, მე ესე ვფიქრობ, სისტემის შიგნით მყოფ ადამიანებს. თუნდაც იმ რეგიონებში რაღაცა მუნიციპალურ დონეზე დასაქმებულ ტიპებს, რომლებიც კარგად არიან რა და მისი ნათესავი თუ მეზობელი ვიღაცა მაგრად იტანჯება იმის გამო, რომ თავის თავს აკისრებს ამ პასუხისმგებლობას, რომ უი ახლა მე ხმა არ ამოვიღო, იმიტომ რომ ვიღაც ჩემი ნათესავი არ გააგდონ სამსახურიდან და ის ამ დროს ბედნიერად ცხოვრობს თავისთვის, პასუხისმგებლობას არ იღებს. და მის გარშემო ადამიანებს პროტესტი აქვს, პრობლემა აქვს, ხმა აქვს, ამოსაღები ვერ იღებენ. ის ანუ ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ისინი იჯდნენ თბილად და პენსიასავით ხელფასები აიღონ და რა ვიცი ხალხო გაახილეთ თვალი თქვენ გარშემო მიიხედეთ, მე მოიხედეთ, ცოტა მეტი პასუხისმგებლობა აიღეს თუნდაც თქვენი ნათესავების გარშემო და შიგნით სანამ ხართ, მან დამოიღეთ ხმა. იმისთვის რომ პრობლემა გაქვთ რა. მუნიციპალურ დონეზე რაღაცების თქმას და იმას რომ აი ამ ჩემს სოფელში არის აგერ 5 ბავშვი და ამ 5 ბავშვს პრობლემა აქვს. ამის შესაძლებლობა მან რომ ხარ მაგისი ამბიცია უნდა გაგაჩნდეს რომ ეგ თქვა მით უმეტეს თუ კარგი მთავრობა ყავს და კარგი ხელისუფლება ყავს რატომ გაქვს ამის პრობლემა ხო არ ვიცი მით უმეტეს თვითმმართველობები ანუ როგორ უნდა იმუშაონ ჩართულობის გარეშე თვითმმართველობის იდეა ხო ამაზე დგას რომ თემთან გაქვს მე მგონია რომ ძალიან ბევრს არა გააზრებული ვინც მაგ მუნიციპალურ დონეზე მუშაობს რას ნიშნავს თვითმმართველობა თუ არასდროს არ კითხე და არ ჩართე ეს თემი არაფერში როგორ უნდა დაგეგმო რაღაცეები დარწმუნებული ვარ რომ ამ თვითმმართველობაში მომუშავე საჯარო მოხელეებიც არ არიან კომფორტულად და კარგად იმიტომ რომ რაღაცა პასუხისგებლობებია გადაწყვეტილებებია რომელსაც შეიძლება კანკალით აწერენ ხელს და ვერ ხვდებიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო თუ არასწორი მისი არ აქვს მაგ ხალხს გააზრებული როგორ მივხვდები ხო არ აქვს მაგ ხალხს მისია გააზრებული ანუ რატომ არიან იქ სადაც არიან არ აქვთ გააზრებული თორემ რომ გქონდეთ გააზრებული მაშინ სხვანაირად იმოქმედებდნენ ჩემი აზრით
ოკეი, კონტროლია, რა ეს ფორმატი შეგვიძლია? გვაძლევს საშუალებას, რომ ცოტა ჩვენი შეფასებებიც თქვათ ხოლმე და საერთოდ არ მგონია რომ რამეს ინკლუზია და ვაჭარბებ. ინკლუზიურობა ხო ეს არის, აი ამას დავამატებდი. ინკლუზია ნიშნავს ჩართულობას, inclusion ხო, ინგლისური სიტყვიდან მოდის და ზუსტად ამაზეა, მაგიტომ მიყვარს ინკლუზიურობა როგორც ფილოსოფია, იმიტომ რომ ყველას თანაბარ პირობებში გვაძლევს ჩართულობის შესაძლებლობას ყველა დონეზე, განათლების იქნება ეს თანაცხოვრების, სოციუმში, გართობის თუ ასე შემდეგ. ანუ ყველგან ინკლუზია არის უფრო ფართე და ფილოსოფიური საკითხი, ვიდრე უბრალოდ სამართველო და მისი გაუქმება და ამ ჟესტით სახელმწიფო გვაჩვენებს, რომ ჩვენთვის თანასწორობა და თქვენი ეს ფილოსოფიური ინკლუზია, სადაც ყველა ერთად კარგად ხართ, აღარ არის საჭირო, არ არის სწორი. მათთვის ეგ არის ზუსტად ურჩევნიათ, რომ დაყოფილი სოციალური კლასები გაჩნდეს, ამას თავისი ადგილი ქონდეს, იმას თავისი მიჩენილი. ინკლუზია არის, როცა ყველა ერთად ვართ და ყველა ერთად ვაშენებთ ამ ქვეყანას, ხო? ამის გაქრობა უნდათ და ლოგიკური იყო, მე ველოდებოდი მართალი გითხრათ ლოგიკურად, იმიტომ რომ ამ პოლიტიკას არ შეიძლება სხვა ლოგიკური ბმა კონდეს, ხო? ერთ-ერთ ნაბიჯად ველოდი, მაგრამ რაღა დაგიწყდა ასე მალე. კიდე ბევრ ამას ველოდები არ მინდა ახლა პესიმისტში გადავიყვანო. არა, მართლა რისკები არის ახლა ამ მიმართულებით. ამ მიმართულებით ან როგორც ახსენე, ლოგიკურად გაჩნდება სპეცსკოლები, იმიტომ რომ სკოლები იტყვიან, რომ ზედმეტია, პოლიტიკის ორგანო აღარ აყავს და ვიღაცები გადაწყვიტავენ, რომ კი ასეა, ვიღაცისთვის კომფორტის ზონა შეიქმნება, რომ მოიშოროს ეს ბავშვები და გაუშვას ცალკე დაწესებულებაში, გაჩნდება ცალკე სპეცსკოლები და ასევე გაჩნდება ინსტიტუციები, რომელიც დიდი ხნის წინ დავხურეთ და ამაყად ვამბობთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მოხდა დეინსტიტუციონალიზაცია. ამ პროცესებს დაუბრუნდებით უკან. ეს არის შეუცვლელი. დამიზუსტეთ რა ინსტიტუციებს გულისხმობთ? ინსტიტუცია, ანუ ჩვენ რასაც ვეძახდით ბავშვთა სახლებს, თავშესაფრებს. ეს მინდოდა რომ გეთქვათ, რომ გაიგონო კარგად. ხო, შეიძლება ვერ ხვდებიან კარგად. ადგილები, სადაც 100 და 200 შუშომპირი ცხოვრობდა ერთად. და რა თქმა უნდა, ყველას უფლება იყო ჩამორთმეული, შელახული, ადრეული გარდაცვალებები, არც წესიერი ჯანდაცვის მიმართულება, არც განვითარების. ეხა ჩვენი სისტემა, ანუ დეინსტიტუციონალიზაციასაც გავმარტავ, მაშინ რა არის ხომ სმენელისთვის თუ ეს არის, როდესაც მსგავსი დაწესებულებები, დიდი ზომის დაწესებულებები ქვეყანამ დახურა. და თქვა, რომ ერთად 100 ადამიანს არ ვაცხოვრებ და მით უმეტეს ბავშვებს. სხვათა შორის შარშან დავხურეთ ბოლო ბავშვთა სახლი, ჩვილ ბავშვთა სახლი, ანუ ეს იყო სტრატეგიის ნაწილი. და ალბათ კითხვა დაისმება, სად მიდიან მაშინ მიტოვებული ბავშვები, ხო? სად მიდიან და გაჩნდა ეს მინდობით აღზრდის პროგრამები, როდესაც ოჯახები ბავშვებს იღებენ სახლში და ამაში იღებს დედა მაგალითად ხელფას. მყავს 2 შვილი და მესამე დავიმატე ერთი ბავშვი, რომელსაც სრულწლოვანებამდე ვზრდი და ამაში სახელმწიფო მიხდის ფულს. ეს ერთი და მეორე ასევე გაჩნდა პატარ-პატარა მცირე საოჯახოები, არიან ბავშვები სამწუხაროდ, რომელიც მინდობით აღზრდელსაც არ მიყავს და სადღაც ხო უნდა იყოს და მაგისთვის არის პატარა საოჯახო სახლები, ეგრეთ წოდებული, სადაც 5 ბავშვი ცხოვრობს მაგალითად ერთად და ოჯახის სიმულაცია შექმნილი, რომ ოჯახურ გარემოშია და იმ სახლიდან მე ვთქვათ, საბავშვო ბაღში, სკოლაში, სადღაც შესაძლებელია, რომ იყოს ჩართული საზოგადოებაში და სოციუმში, იქიდან ერთვება. ეს ყველაფერი დასავლური ღირებულებიდან მოხდა. ესე უბრალოდ კი არ მოგვინდა ჩვენ, როდესაც თქვით. დასავლურ დაფინანსებას რა წილი ქონდა მაგას? უზარმაზარი, მთელი ეს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი სწორედ ევროკავშირის და ამერიკის მხარდაჭერით მოხდა და გავიდა ბოლოში და იგივე ეს მცირე საოჯახო სახლები რო გაკეთდა, ზუსტად ამან გამოიწვია სოციალური სამსახური. მაგათი დასავლეთის მხარდაჭერით შეიქმნა სოცმუშაკი, საერთოდ არ ვიცოდით რა ფენომენია. სოციალური სამსახური სავალალო მდგომარეობაშია დღეს. ჩამოქცევის პირას არის. ეგეც არ აწყობს ასეთ ქვეყანას. სოცმუშაკი ვინ არის? ადამიანი, რომელიც მოდის ოჯახში, იკვლევს პრობლემას, ადგენს და შესაბამის სერვისს აწუდის, ხო, მიაქეს ამბავი სააგენტოში და იქიდან გეგმავენ ბავშვი იქნება თუ სხვა იმ ოჯახს როგორ გაუწიონ მხარდაჭერა, ფინანსური იქნება, საკვებით იქნება,
მედიკამენტი იქნება თუ რაღაც სპეციალური პროგრამები თუ ბავშვი გამოიყვანონ ოჯახიდან, იმიტომ რომ ძალადობის ხვერპლია ხო და გაუშვან თქვათ მინდობით აღზრდაში. მილიონი რაღაცა, ანუ სოციალური მუშაობას თავზე გვექცევა. მე ხა ამ სფეროს ექსპერტი არ ვარ, მაგრამ თუ ამას დაუთმობთ ერთ გადაცემას, კარგი იქნება, იმიტომ რომ მართლა სავალალო მდგომარეობა გვაქვს, რომ ესეც განემარტოს, ხო, იგივე. ბატონო, ვეცდებით სიამოვნებით. ევროპაში ვინც ცხოვრობენ ჩვენი თანამემამულეები ემიგრაციაში, კარგად ეცოდინებათ სოციმუშაკები, რა საქმეს აკეთებენ და რამდენად დიდი როლი აქვთ მათ სახელმწიფო პროგრამებში რო იყვნენ ჩართული და არც ერთი ოჯახი არ დაიჩაგროს და არც ერთი ადამიანი, ხო? და რას ვამბობდი, ანუ ეს პროცესები ინგრევა, სოციალური სამსახური გვენგრევა, აქ ეს ინკლუზია აღარ გვინდა, ხო? იქ მერე იტყვიან, რომ საოჯახო საცხოვრებლები და მინდობით აღზრდა ძვირი გვიჯდება. შეუქცევადი პროცესია, თანხები აღარ შემოდის, რაც იჭერდა ამას და აძლიერებდა, ხო? იგივე სტატუსი რომ მივიღეთ ევროკავშირის, ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენთან წამოვიდოდა ბევრი გრანტი და დაფინანსება იმისთვის, რომ აგვეწია სტანდარტი, რომ მივახლოვდებოდით ევროკავშირის სტანდარტებს, რომ მერე ჰარმონიული გაწევრიანება მომხდარიყო ჩვენი. მათ ინტერესებში იყო, რომ ჩვენთან ბევრი რესურსი დაეხარჯათ, რომ უფრო კარგი ცხოვრება გქონოდა, მაღალი პენსიები, რომ მერე არ ყოფილიყო დისბალანსი, იმიტომ რომ ევროკავშირს აქვს პრეტენზია, რომ მისი წევრი ქვეყნები უნდა იყვნენ კარგად და მზად, ხო, რომ სადაც არ უნდა გადახვიდე, ყველგან ერთნაირი ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მომსახურებები მიიღო. აქაც იგივენაირად უნდა ყოფილიყო და ამას დახმარების გარეშე ჩვენი საწყალი ბიუჯეტით ვერ გავწვდებით. აუცილებლად მიადგებიან იმ სერვისებს, სადაც მეტი ფული იხარჯება და დაიწყებენ აქედან დაზოგვას. პერსონალური ასისტენტი ხო ვახსენე. შარშან პილოტი ქონდა ჩვენს სახელმწიფო სისტემას, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნამდვილად აპირებდა, რომ წელს დაეწყო. არ დაიწყეს, რატო? იმიტომ რომ არ უნდათ ამის დაწყება და ამაში ფულის დახარჯვა, იმიტომ რომ საკმარისი რესურსი არ აქვთ. ხვალ იტყვია, რომ ისიც არ გვინდა აი ის რაღაცა პროგრამას რო ვაკეთებდით, იმიტომ რომ ბევრი ფული გვიჯდება და ლოგიკური იქნება. ერთ დაწესებულებაში 100 კაცის მოვლა უფრო ადვილია, ვიდრე 100 ოჯახში რო გაუშვა. კი ბატონო. ხო, იმას აუცილებლად ესე მოხდება, რომ ისევ იზოლაცია, ისევ გარიყვა და რა ვიცი. მე იტყვიან რომ ფული გვექნებაო და ახალ მითებს გამოიგონებენ, მითებს. მე დაგვაჯერებენ რომ მეკუთესია. ხო, ეგ რომ უკეთესია ერთი და ეხლა ჩინელებისგან ხო უნდა გამომდიდრდეთ, ეგ მითი ხო წამოვიდა და ეხლა კიდე ამას წინათ ახალი მოვისმინე რომ არაბებმა უნდა ჩადონ კიდე აქ ბევრი ფული და ადამიანის უფლებები არ არის ეს რაღაცა მარტივი საკითხი, რომ კარაქივით გადაუსვა პურზე და მოგვარდა. ან ამ ფორმით მიირთვა და ან იმ ფორმით. ძალიან დიდი და ღრმა საკითხია, რომელსაც წლები ვაშენებთ, ანუ ესე ადვილი არ არის და ამას რო ესე მოშლი და მოარღვევ, კიდე წლები დაჭირდება, რომ სადღაცამდე მივიდეთ. და ეს შეუქცევადი პროცესი და ყველა ოჯახს შეეხება. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, ანუ ცხოვრების ხარისხის გაუარესება რაღაც ნაწილში, ანუ მაგალითად რომ მე მანქანით ვივლი ხვალ თუ ფეხით ვივლი და ასე შემდეგ, ხო? ეს კიდე ასატანი რამეებია, მაგრამ როცა ადამიანების ან ბავშვების ყოფას, მათ ადაპტაცია, ეს კიდევ სხვა ფასი არის ხალხო და ანუ მანდ დრო არის ძვირფასი, როდესაც ეს ადამიანი ამბობს რომ ანუ აი ეს ყველაფერი რაც ვაშენეთ დაინგრევა და უკან წავა და მე ამას კიდე დრო დაჭირდება, პირდაპირ ამის კონვერტაცია უნდა გააკეთო და დაფიქრდე ბავშვებზე, რომლებსაც ეს ყველაფერი ყოველდღიურად ჭირდებათ. რაც არის საუბარი. მოკლედ, პოზიტიურ ნოტაზე ნამდვილად ვერ დავასრულებთ, ნეგატიურ ნოტაზე ვასრულებთ და მე მგონია რომ ზუსტადაც ნეგატიურად უნდა შევხედოთ ამ ამბავს. ეს არის რომ არ ვნებდებით. ეს არის, აი, კაი სწორია. მაინც პოზიტიური. ვიბრძვით ბოლომდე. მეც იმედი მაქვს ბრძოლის და მეც იმ აზრზე ვარ, რომ ჩვენ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ეს არის რაღაცა კონკრეტული ერთი თემის და ერთი სეგმენტის პრობლემა. ყველანი დავიღალეთ. ყველას. მე მკითხო როგორ დავიღალე, რამდენი წელია ბრძოლაში ვარ. ანუ ვიღაცა დღეს იბრძვის და მე 15 წელია ვიბრძვი ჩემი შვილის უფლებისთვის და არა მარტო ჩემი, ხო? ანუ მე 15 წლის წინ მივხვდი რომ მე თუ მარტო ჩემ შვილზე ვიზრუნებ, ძალიან კარგად ჩავალაგებდი ჩემოდანს და ემიგრაციაში ბედნიერად ვიცხოვრებდი. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ. მარტო ჩემი შვილი რო ვიზრუნოს, ხვას არ შეეხება ეს, ხო? და ამიტომ ყველას უფლება უნდა იყოს დაცული და ერთად ვიბრძვით ამდენი წელია და
ნამდვილად არ ვარ დაღლილი და არც დავიღლები და ბოლომდე გავიტანთ. ანუ ეს ქვეყანა ჩვენია და უნდა გავუფრთხილდეთ და ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. აუცილებლად. უღრმესი მადლობა. მინდა გისურვოთ ამ ბრძოლაში ჩვენთან ერთად, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით და ამ თემაზე ვისაუბრეთ. ჩემი ნერვიულობაც ნელა გაილია. გამოგვეხმაურეთ თუ არ გაქვთ ჩვენი არხი გამოწერილი, გამოგვიწერეთ, ვიდეოს კომენტარში დავტოვებთ და ასევე აღწერაში ანგარიშის ნომერსაც იმისთვის რომ თუ სრული გაქვთ დავიწყოთ დონაცია, ჩვენ არ ყავს სპონსორები. ღია ვართ სპონსორებისთვის და ვნახოთ აბა რა გამოვა. ჩვენ ვცდილობთ რომ ჩვენი პროექტი რაც შეიძლება აქტიური იყოს და რაც შეიძლება ბევრი თემა გავხსნათ, მათ შორის დღევანდელი თემაც ჩემი აზრით ძალიან საინტერესო იყო და განსხვავებული სხვა წინა ეპიზოდებისგან. ასევე გამოიწერეთ კიაფი, მარიამოს ვლოგი და შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. მადლობა ლია ტაბატაძე იყო ჩვენი სტუმარი, მადლობა რომ გვიყურებთ. ნახვამდის.